სახელმწიფო, რომელმაც ოფიციალურად აკრძალა ღმერთი. იმპერია, სადაც მარქსისტულ-ლენინური მატერიალიზმი ერთადერთ მეცნიერულ ჭეშმარიტებად იყო გამოცხადებული, ხოლო ნებისმიერი მისტიკა, რელიგია და ოკულტიზმი ბურჟუაზიულ გადმონაშთად და კანონის მიერ დანაშაულად ითვლებოდა. საბჭოთა კავშირში ყველაფერს მკაცრი ლოგიკა და პარტიული კონტროლი მართავდა. ყოველ შემთხვევაში ასე ჩანდა გარედან. 1970-იანი წლები, საბჭოთა კავშირი. ქვეყანა, სადაც ოფიციალურად ღმერთი არ არსებობს, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ზებუნებრივი ძალები აქვთ. კაცი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ადამიანის აზრების კითხვა შეეძლო, ქალი, რომლის წინაშეც მაგიდაზე დადებული საგნები თითქოს თავისით მოძრაობდნენ და მკურნალი, რომელსაც საბჭოთა ელიტა ფარულად აკითხავდა. მათი სახელები მთელმა საბჭოთა კავშირმა იცოდა. ზოგისთვის ისინი გენიოსები იყვნენ, ზოგისთვის თაღლითები, ზოგისთვის კი სახელმწიფოს საიდუმლო ექსპერიმენტის ნაწილი. რატომ ინტერესდებოდა საბჭოთა ხელისუფლება ადამიანებით, რომლებიც თითქოს ტელეპათიას, ჰიპნოზს და ფსიქოკინეზს ფლობდნენ? რატომ სწავლობდნენ მათ მეცნიერები სამხედრო ლაბორატორიებში და რატომ ხარჯავდნენ ზესახელმწიფოები მილიონებს იმაზე, რასაც ოფიციალური მეცნიერება დღემდე არ აღიარებს? დღეს მე მოგიყვებით ისტორიას ცივი ომის ყველაზე ბნელი და იდუმალი ფენომენის შესახებ. ისტორიას ადამიანებზე, რომლებიც შესაძლოა უბრალოდ ილუზიონისტები იყვნენ. დღეს ჩვენ გავხსნით საბჭოთა საიდუმლო ექსპერიმენტების არქივებს, ქალაქურ ლეგენდებს, დოკუმენტირებულ ფაქტებს და იმ მითებს, რომლებმაც მთელი ეპოქა მოიცვა. იყო ეს ყველაფერი მასობრივი ჰიპნოზი, გენიალური ფსიქოლოგიური манипуляცია, თუ მართლა არსებობდა რაღაც, რაც მეცნიერებას ჯერაც ვერ აუხსნია. ამ ვიდეოდან პასუხები შესაძლოა ვერც მიიღოთ, მაგრამ ერთი რამ კი ნამდვილად მოხდება. თქვენ სხვანაირად შეხედავთ ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს. რკინის ფარდის მიღმა სუკისა და სამხედრო დაზვერვის უმკაცრესად გასაიდუმლოებულ ლაბორატორიებში წამყვანი საბჭოთა ფიზიკოსები და აკადემიკოსები სულ სხვა რეალობას იკვლევდნენ. იქ, სადაც მეცნიერების საზღვარი იშლებოდა, იწყებოდა ეპოქა, რომელსაც მოგვიანებით ფსიქოტრონიკა ან პარაფსიქოლოგია ეწოდა. ინტერესი პარანორმალურის მიმართ საბჭოთა კავშირში მეორე მსოფლიო ომის დროს და მისი დასრულების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა. 1945 წელს ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ წითელი არმიისა და სმერშის, იყო ასეთი ორგანიზაცია, სმერშ შპიონამ, მისი შემოკლება სმერში, კგბ-ს ეკუთვნოდა, იმ დროიდან NKVD-ს, ანუ ნაროდნი კომისარიატ внутренних дел, რომელსაც ბერია ხელმძღვანელობდა. აი ამათ ხელში ჩავარდა მესამე რაიხის ყველაზე მისტიკური და გასაიდუმლოებული სტრუქტურის, ანუ ორგანიზაციის, შეიძლება ითქვას, ანენერბეს, ანუ წინაპართა მემკვიდრეობას, ასე ითარგმნება გერმანულიდან ეს სიტყვა. აი ამ ანენერბეს უზარმაზარი არქივები. ნაცისტები წლების განმავლობაში აგროვებდნენ ოკულტურ ცოდნას მთელ მსოფლიოში, ტიბეტიდან დაწყებული ამაზონიის ჯუნგლებით დამთავრებული. ისინი იკვლევდნენ ფსიქოტროპული პრეპარატების ზეგავლენას ადამიანის გონებაზე, ასევე ჰალუცინოგენების. იქნებოდნენ ისინი სინთეზურად წარმოებული, თუ თქვათ ბუნებრივი, როგორიც არის მესკალინი. ისინი ატარებდნენ სასტიკ ექსპერიმენტებს ადამიანის გონებაზე, იყენებდნენ მასობრივ ჰიპნოზს და ცნობიერების манипуляციას და მოსკოვში სპეცვაგონებით ჩატანილი ეს ამხელა დოკუმენტაცია სუკის სპეცდეპარტამენტებმა გადაიბარეს. და ეს გახდა ერთგვარი კატალიზატორი საბჭოთა ხელმძღვანელობას გაეცნობიერებინა, რომ ადრე ზღაპრად რაც ეჩვენებოდათ, ის შესაძლოა მათ სამსახურში ჩამდგარიყო. სხვათა ანენერბეს შესახებ მე ძალიან საინტერესო, მართლა ძალიან საინტერესო, რომ განსაკუთრებით მისტიკის მოყვარულებს დაგაინტერესებთ ეს ვიდეო, აი ამ ბუნლის მიხედვით ნახეთ, აუცილებლად, ვისაც არ გინახავთ, განსაკუთრებით ახალმა გამომწერებმა და მე აქვე მინდა ყველა ახალ გამომწერს დიდი მადლობა გადაუხადო ნდობისთვის, რომ გამოიწერეთ ჩემი არხი და ელოდებით, რომ რაღაც საინტერესოს მოგიყვებით. მაგრამ აუცილებლად გადახედეთ უკანა ვიდეოებსაც და აქვე მე ძალიან დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ყველა იმ ადამიანს, ვინც ფინანსურად ეხმარება ჩემს არხს, ვინც წერს კომენტარებს, სვამს მოწონების ნიშნებს და ახლავე დასვით მოწონების ნიშანი, იმიტომ რომ თქვენ ძალიან ჩაეფლობით ჩემს მონათხრობში და შემდეგ დაგავიწყდებათ, ამიტომ ახლავე გააკეთეთ ეს ამბავი და რა თქმა უნდა ყველას, ვინც
აზიარებს სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ჩემს ვიდეოებს. მაშინ ასე მე კვლავ ვასილ გაბუნია ვარ და კვლავ ძალიან საინტერესო ვიდეოთი გიბრუნდებით. მაღაზიათა ქსელი Family Ქუთაისში. უბნის პატარა მაღაზიით დაწყებული ბიზნესი. მაღაზიებისა და მზა საკვების საწარმო Family Food-ის 30 ფილიალი ქუთაისში, ზესტაფონსა და სამტრედიაში. ყველაფერი ერთ სივრცეში. ძირითადი პროდუქტები, ახალი ხილბოსტნეული, საკანცელერიო საგნები, სათამაშოები და გალანტერეა. Family Food, მზა საკვები და საკონდიტრო ნაწარმი. საუკეთესო არჩევანი, როცა დრო შეზღუდულია, ხარისხი და გემო კი პრიორიტეტად რჩება. 1950-იანი წლები მსოფლიო ცივი ომის ქვეშ არის. რკინის ფარდა ჩამოშვებულია, საბჭოთა კავშირი და მისი სატელიტები ამ რკინის ფარდის უკან ვითარდებიან, მალავენ ყველას და ყველაფერს, აბსოლუტურად გასაიდუმლოებულია ნებისმიერი რამ, რაც საბჭოთა კავშირში ხდება და ამავე დროს ძალიან დიდი დაძაბულობაა. დასავლეთის ქვეყნებსა და აღმოსავლეთის ბლოკს შორის უკვე გამოგონებული არის ბირთვული იარაღი და ქვეყნები ამ ბირთვული იარაღის საშუალებით ერთმანეთს ემუქრებიან და მართლაც ყოველ წუთას არის იმის შანსი, რომ ვიღაცამ წითელ, ეგრეთ წოდებულ წითელ ღილაკს დააჭიროს, ეს ღილაკი სინამდვილეში არ არსებობს, ბევრი ეტაპია გასავლელი სანამ გავარდება ეს თოფი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან ახლოს არიან ქვეყნები, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს, რომელშიც ალბათ პლანეტა უბრალოდ ჩაიკარგება. სიცოცხლე გაქრება უბრალოდ მასზე. ამიტომ ყველა ეს ქვეყნები, ანუ დასავლეთის ბლოკი, საბჭოთა კავშირიც ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიპოვოს ტრის შესახებ. და როდესაც საბჭოთა კავშირი იღებს ინფორმაციას, რომ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო, რომელიც არც ისე დიდი ხნის შექმნილია, CIA, იწყებს საიდუმლო პროექტებს, როგორიც მოგვიანებით გახდა და მე ამაზე ცოტა დაწვრილებით ქვემოთ მოგიყვებით, MK Ultra და Stargate, ანუ ვარსკვლავური კარიბჭე. ეს არის დისტანციური ზონდირებისა და გონების კონტროლის შესწავლის ექსპერიმენტები. იმისთვის, რომ პარაფსიქოლოგია საბჭოთა კავშირისთვის და საბჭოთა მეცნიერებისთვის მისაღები გამხდარიყო, მას შეუცვალეს სახელი და დაარქვეს ფსიქოტრონიკა. ქვეყნის მასშტაბით ეს იყო ნოვოსიბირსკი, გარადოკი ეგრეთ წოდებული აკადემქალაქი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბეხტერევის ინსტიტუტი. შეიქმნა ძალიან ბევრი გასაიდუმლოებული ლაბორატორია და მათ საკმაოდ კარგად აფინანსებდა როგორც თავდაცვის სამინისტრო, ასევე იმდროინდელი ჩეკა, NKVD, შინსახკომი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რომელიც საბოლოოდ სუკად, ანუ KGB-თ და შემდეგ საბოლოოდ FSB-თ ჩამოყალიბდა. მეცნიერებს დაევალათ კონკრეტული ამოცანების გადაჭრა. ეს იყო ტელეპათიური კავშირი, ანუ შესაძლებელია თუ არა ბრძანებების გადაცემა დისტანციურად, მაგალითად წყალქვეშა ნავზე ოფიცერს რო გადასცე შენ ბრძანება, ისე რომ არ გამოიყენო იმ დროისთვის არსებული არც ერთი გადამცემის საშუალება, ხო, რადიო იქნება, ну, ძირითადად რადიოა, ხო, ესეთები. მეორე ფსიქოტრონული იარაღი, ანუ შესაძლებელია თუ არა სპეციალური გენერატორების მეშვეობით ისეთი ტალღების შექმნა, რომლებიც საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მოწინააღმდეგის არმიის მართვა და მათ ჯარისკაცებში თქვა პანიკის დათესვა. მესამე ეს გახლდათ ბიოენერგეტიკული ჯაშუშობა, ანუ შეუძლია თუ არა ექსტრასენს, ანუ ზებუნებრივი გრძნობების მქონე ადამიანს, შეიძლება ასე თარგმნოთ ექსტრასენსი, შეუძლია თუ არა ამ ადამიანს თქვათ უცხოელ დიპლომატის ტვინიდან რაღაც ინფორმაციის ამოღება და შემდეგ მიწოდება სპეციალური ორგანოებისათვის. შეუძლია თუ არა, თქვათ, მას დაადგინოს რამდენი წელი უწერია ამა თუ იმ პოლიტიკურ ლიდერს სიცოცხლისა და ასე შემდეგ. ამ უზარმაზარ სამხედრო სამეცნიერო მანქანას სჭირდებოდა უნიკალური ნედლეული, ანუ ადამიანები, რომლებიც არასტანდარტულები იყვნენ, ანუ არ ჯდებოდნენ ნორმის ფარგლებში. მათ ჰქონდათ აუხსნელი ნიჭი და სწორედ აქედან იწყება იმ სამი ფენომენის ისტორია, რომლებმაც
ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინეს როგორც უბრალო ადამიანებზე, ასევე საბჭოთა ელიტაზე და ასევე სხვადასხვა სამეცნიერო კვლევებზე ამ დარგში. სტალინისა და სუკის აკვიატება პარანორმალურ მოვლენებზე სათავეს იღებს ყველაზე სისხლიანი და ესეთი მისტიკური ეპოქიდან, როგორიც არის ახალი დამთავრებული, ახალი მომხდარი ოქტომბრის გადატრიალება, რომელსაც რევოლუციას უწოდებენ ხოლმე. სანამ ბოლშევიკები მოვიდნენ ხელისუფლებაში, რუსეთის იმპერია უკვე მოყანყალებული იყო, ფაქტიურად ძირგამომპალი იყო და ამ გამომპალი ძირის კიდევ უფრო გამოლპობაში ძალიან დიდი როლი ითამაშა ერთმა ციმბირელმა გლეხმა, რომელსაც მართლაც გააჩნდა რაღაც მისტიკური უნარი, ადამიანებისთვის ჩაეგონებინა საკუთარი იდეები და პარალელურად სისხლის შეჩერება შეძლებოდა. სისხლის შეჩერება ეს იყო რუსეთის იმპერიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამბავი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ბოლო მეფეს სულ გოგოები ყავდა და მხოლოდ ერთი ვაჟი ყავდა, რომელიც იტანჯებოდა მემკვიდრეობითი გენეტიკური დაავადებით, რომელსაც ჰქვია ჰემოფილია. ჰემოფილია ძალიან მძიმე დაავადებაა. საქმე იმაშია, რომ სისხლს არ აქვს შედედების უნარი. აი წარმოიდგინეთ თქვენ რომ პატარა ნაკაწრიც კი, რომელიც თქვენ ალბათ 60 წუთში შეგიდედებათ, იმიტომ რომ თრომბოციტები იქ მთელი პროცესები მიდის, წარმოიქმნება თრომბი და რამდენიმე დღეში ეს ნაკაწრი ქრება. აი წარმოიდგინეთ რომ არ დედდება სისხლი, აი მოდის და მოდის. და აი ჩვეულებრივი პატარა ტრავმისგან შეიძლება ადამიანი დაიღუპოს და ერთადერთი მემკვიდრე ყავს რუსეთის ტახტს და ისიც ესეთი მძიმე დაავადებით არის დაავადებული და ამ დროს ჩნდება ცის კაბადონზე თუ სადღაც იმიდან ჯორღმულებიდან გრიგორი რასპუტინი, ძალიან უცნაური ადამიანი, ძალიან უცნაური ტიპი, რომელიც ფაქტიურად ხდება მეორე იმპერატორი. მას უჯერებს როგორც ნიკოლოზ მეორე, ასევე მისი ცოლი, ისინი არიან მისტიკით შეპყრობილები და რასაც ეს გაუნათლებელი, აბსოლუტურად დაუბანელი ციმბირისიდან მოსული ვიღაცა გლეხი კაცი, რასაც იტყვის, იმას აკეთებენ. ანუ წარმოიდგინეთ რა დონის დეგრადაცია არის ამ ხელა იმპერიაში, რომელიც ფლობს აგერ პოლონეთიდან და ფინეთიდან მოყოლებული იაპონიის ზღვამდე გიგანტურ ტერიტორიას. მათ შორის რა თქმა უნდა ჩვენი ბედკრული საქართველოც არის. და საკმაოდ საინტერესო პიროვნება იყო, სხვადასხვა მიუხედავად, ძალიან ცუდად დავახასიათე, მაგრამ ძალიან საინტერესო პიროვნება იყო მართლაც. ყოველ შემთხვევაში ასე იყო თუ ისე იყო, ნიადაგი ძალიან კარგად იყო მომზადებული იმისთვის, რომ მომხდარიყო გადატრიალებების მთელი წყება და აი ამ ხელა იმპერია, რომელიც ფლობდა უზარმაზარ თანხებს, უზარმაზარ ტერიტორიებს, ჩაძირულიყო სისხლიან კოშმარში, სიბნელეში, შემდეგ ამას დაემატა სამოქალაქო ომი, როცა ძმაზე წავიდა, შვილი მამაზე წავიდა, სისხლის მდინარეები მოდიოდა, დამთავრდა ეს და დაიწყო ახალი რეპრესიების ტალღა, რომელიც აღარ დამთავრდა. დამთავრდა შედარებით, თვითონ დამთავრდა 90-იანი წლების ბოლოს, მაგრამ მაინც ხედავთ თქვენ ეს იმპერია ვერ ისვენებს და მუდმივად მას სისხლის წყურია ეს. სანამ იგი არ დაიშლება ბოლომდე მარტივ მომრავლებად პლანეტას არაფერი ეშველება, მუდმივად აქედან იქნება საფრთხე. და სწორედ ამ საფრთხის და ამ სიძლიერის შემუშავებაში და გამომუშავებაში და დაფუძნებაში ძალიან დიდი როლი უნდა ითამაშონ ესეთმა ექსტრასენსებმა. ცნობილი არის ფაქტი, რომ ადრეული ბოლშევიკები მხოლოდ მშრალი მატერიალისტები იყვნენ თითქოს, ხო? სინამდვილეში არა. მათ შორის ძალიან ბევრი იყო ისეთი ადამიანი, რომელსაც მისტიკისადმი არათუ ტოლვა ჰქონდა, არამედ ამ მისტიკურ ცოდნას ცდილობდა, რომ რაღაცა გაეღრმავებინა ეს ცოდნა და უფრო მეტი შეეძინა და ეს ყველაფერი ჩაეყენებინა თავი სამშობლოს, ანუ რევოლუციური სამშობლოს, ანუ საბჭოთა კავშირის სამსახურში. ერთ-ერთ ასეთ ფაქტზე მე გესაუბრეთ აი ამ ვიდეოში, ახლა ხან გამოქვეყნებულ ჩემს ვიდეოში, ძალიან საინტერესოში, სადაც მოთხრობილი არის საბჭოელი მისტიკოსების გლებ ბოკის qovlis შემძლე
გლებ ბოკისა და ალექსანდრ ბარჩენკოს შესახებ, ასევე იაკობ ბლუმკინის, ნიკოლაი რერიხის ეს ადამიანები იყვნენ ისინი, ვინც 20-იანი წლებიდან დაიწყეს მისტიკური, ეზოთერიკული სწავლებების დაანერგვა საბჭოთა სინამდვილეში, საბჭოთა დაზვერვის სინამდვილეში და შემდეგ როგორ დასრულდა მათი ცხოვრება, ესეც ძალიან საინტერესოა, ამიტომ ვისაც არ გინახავთ, აუცილებლად ნახეთ ეს ვიდეო. თავად იოსებ სტალინს, რომელიც შემდეგ უკვე გახდა ერთპიროვნული მმართველი ამ სისხლიანი იმპერიისა და რომელსაც მართლმადიდებლური სასულიერო სემინარია ჰქონდა დამთავრებული, მისტიკისადმი, როგორც ამბობენ, განსაკუთრებული ესეთი ფარული და პარანოიდალური დამოკიდებულება ჰქონდა. შემორჩენილია ცნობები, რომ თქვა 1910-იან წლებში, როდესაც იგი მუდმივ გადასახლებებში იყო, თითქოს ციმბირში იგი ძალიან ხშირად ხვდებოდა ხოლმე ადგილობრივ ჯადოქრებს, შამანებს, წინასწარმეტყველებს და ასე შემდეგ და მათგან მათზე იყო თითქოს დამოკიდებული. ეს ასეთი ცნობები არსებობს, აი ეს რამდენად არის დადასტურებული, მე მართალი გითხრათ, დოკუმენტური ასეთი ცნობები ვერ მოვიპოვე, მაგრამ ასეთი ლეგენდები დადიოდა და ძირითადად ამ ამბების მთხრობლები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც სტალინთან ერთად ამ გადასახლებაში ისხდნენ და ძალიან საინტერესო ფაქტია სხვათა შორის ის, რომ არც ერთი ადამიანი იმ რამდენიმე ასეული ადამიანიდან, რომლებთანაც ერთად სტალინი კატორღაში იმყოფებოდა, ციმბირის კატორღები აქ მოვლილი მოგეხსენებათ, რამდენჯერმე იჯდა იგი, რამდენჯერმე გაიქცა კიდეც, არც ერთი ადამიანი მან ცოცხალი არ დატოვა. ყველა დახვრიტა. ყველა გააქრო და სხვათა შორის ეს ხდებოდა არა თქვა 36-37 წლებში, არამედ გაცილებით ადრე. ანუ ფაქტიურად ის ხალხი, რომელმაც მის შესახებ ყველაფერი იცოდა. მოგეხსენებათ ხა ჯარში, ექსპედიციაში, მთაში და განსაკუთრებით როგორც ამბობენ, მე არ გამომიცდია, ციხეში და ესეთ ადგილებში ადამიანი ბოლომდე იშლება, ანუ მისი ის გადაშლილი წიგნი არის მისი თანასაკნელებისთვის და როგორც ჩანს ამ ხალხმა ძალიან ბევრი რამ იცოდა. ისე ვიმეორებ, ვერც ერთი ვერ გადაურჩა რეპრესიებს და აი პირველივე ტალღებში მოყვა. ანუ კრემლისში გაბატონების შემდეგ სტალინს უკვე მუდმივად სტანჯავდა შეთქმულებების, მოწამლების, ეს ალბათ არ არის მხოლოდ სტალინის ფენომენი, ალბათ ნებისმიერი დიქტატორის ფენომენია. მათი ჯვარია, რომ მუდმივად ისინი შიშის ქვეშ იმყოფებიან, რომ ვიღაცა რაღაცა ჩაუყრის, ვიღაცა რაღაცას უზამს, იმიტომ რომ ზედმეტი გადამეტებული ხელისუფლება და აი ზალაუფლება, რა თქმა უნდა, და როდესაც იგი უამრავი ადამიანის სისხლშია თან გასვლილი, რა თქმა უნდა, დიდი საშიშროება არის სწორედ აი ამ ძალაუფლების შემქმნელისთვის და მისი მატარებლისთვის. და 1939 წელს, როდესაც ბერიას მიერ ცოტა შესუსტებულია რეპრესიები, რაღაც გარკვეული ამნისტიებიც კი წავიდა და 10,000-ობით ადამიანი გამოდის ლაგერებიდან და ბანაკებიდან, რომლებიც შემდეგ ძალიან დიდი ნაწილი უკან შებრუნდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეთი რბილი სიტუაცია არ არის, ესეთი აქტიურად ადამიანების ესეთი შერენგაში დაყოლება და ხოცვა და აი ამ დროს ჩნდება, როგორც გითხარით, ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ შეცვალა საბჭოთა კავშირის ცხოვრებაში, არა ალბათ, მაგრამ მისი ლიდერების ცხოვრებაში. ეს იყო კაცი ლეგენდა, კაცი მითი, ვოლფ მესინგი. მისი სახელი საბჭოთა კავშირში თითქმის ყველამ იცოდა. ვოლფ გრიგორევიჩ მესინგი დაიბადა 1899 წლის 10 სექტემბერს პატარა პოლონურ ქალაქ გურა კალვარიაში, რომელიც იმ პერიოდში მოგეხსენებათ პოლონეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. იგი გაიზარდა უკიდურესად ღარიბი ორთოდოქსი ებრაელების ოჯახში, სადაც მკაცრი რელიგიური, როგორც ებრაელ ორთოდოქსებს ახასიათებთ, მკაცრი რელიგიური წესები იყო გამეფებული და ბავშვობიდანვე მას სხვათა შორის აწუხებდა სომნამბულიზმი, ანუ მთვარეულობა. იგი ღამით დგებოდა და დადიოდა სიზმარში, ამიტომ ესეთი უცნაური მეთოდი გამოუგონეს მშობლებმა, წყლიან ტაშს უდგამდნენ, ცივი წყლით სავსე ტაშს ლოგინთან და როდესაც ფეხში გადმოყოფდა ხოლმე, ამ ცივ წყალში ჩაყოფდა და ეგრევე ეღვიძებოდა, ეს თვითონ ყვებოდა ამას. და მას თავიდანვე, ბავშვობიდანვე 3-4 წლის ასაკში გამოუჩნდა ფენომენალური ნიჭი.
იგი თორას ფლობდა ასეულობით გვერდზე პირად. ამიტომ მას ძალიან ხშირად უძახდნენ ხოლმე სხვადასხვა რიტუალების ჩატარებისას და გიждდებოდნენ, ნამდვილი ღვთისაჩუქარი იყო ეს ბიჭი, იმიტომ რომ ზეპირად ის რასაც თქვები კითხულობდნენ და 10 წლეულები კითხულობდნენ და ვერ იმახსოვრებდნენ, პატარა ვოლფი ზეპირად ფლობდა. ადრეულ ასაკში ესეთი უცნაური ტიპი იყო, სადღაც 12-13 წლის ასაკში რო შეატყო, რომ აქ არაფერი გამოვიდოდა ის ოჯახში ადგა და ფეხი დაკრა და წავიდა საერთოდ სახლიდან. როგორ მიაღწია ბერლინამდე არავინ იცის, თვითონ ამბობს რომ ფული კაპიკი არ ქონდა და როდესაც მატარებელში ავიდა, ეს მისი სიტყვებია და კონტროლერი დაადგა, კონდუქტორი თუ რაც ქვია და ბილეთი მოსთხოვა, მან დაიწყო ქეკვა ჯიბეებში და იპოვა რაღაც ქაღალდის ნაგლეჯი და გაუწოდა აი კონტროლერს და მანაც დახედა უკან დაუბრუნა და დიდი მადლობა და გააგზავნა გზა. იმდენად შემეშინდაო და იმდენი ალბათ იმდენი ენერგია გამოვყავიო ამ დროს რომ ეს იყო ჩემი პირველი წარმატებული ადამიანის დაგიპნოზება და ცარიელი ქაღალდით მოტყუება. 13 წლის ვოლფი ჩადის ბერლინი, გერმანია ამ დროისთვის უკვე ემზადება პირველი მსოფლიო ომისთვის, დიდი ომისთვის, როგორც მას უწოდებენ. ბერლინი საკმაოდ ესეთი გემრიელი ქალაქია, აქ არის შეკრებილი მთელი ევროპის ელიტა. შედის მაღაზიებში, მაგრამ აქ მისი გონება ვერ ჭრის და იმდენად სუსტდება შიმშილისგან, რომ მეოთხე თუ მეხუთე დღეს ეცემა ქუჩაში. იგი გადაყავთ სხვადასხვა შარიტეს კლინიკაში, მისი მკურნალი ექიმი არის ედუარდ აბელი. ეს ედუარდ აბელი გარდა იმისა, რომ არის ზოგადი ექიმი, ფსიქოლოგიით და ფსიქიატრიით დაინტერესებული. აბელი შეამჩნევს ძალიან საინტერესო მომენტს, როდესაც ამ ბიჭს თქვათ არ აძლევენ იმ რაოდენობით საკვებს, რამდენიც მას უნდა. იგი გადადის ხელოვნურად, თავისით გადადის კატატონიურ მდგომარეობაში. კატატონია გახლავთ მდგომარეობა, როდესაც ადამიანი არის შეშდება, თითქმის აჩერებს სასიცოცხლო პროცესებს და ხელოვნურ კატალეფსიას იმართებს. ანუ თითქოს იგი მკვდარია. ამ დროს სოციალია მე რაღაც მომენტში როცა ყველა შეეშინდება რომ არ მოკდეს ეს ოხერი, ამ დროს გამოფხიზლდება, აჭმევენ მას. და ნუ ეს აბელი მიხვდება რომ ამ ბიჭს საოცარი უნარი აქვს ასეთი რაღაცების გაკეთების და ამიტომ იგი ურჩევს რომ ცირკში მივიდეს. ბერლინის ცირკი ამ დროს ძალიან პოპულარულია და მათ შესთავაზოს აი ნომრად რომ თქვა ადამიანი რომელსაც შეუძლია მოკვდეს და შემდეგ გაცოცხლდეს და მართლაც მესინგი დაუჯერებს მას მივა ცირკში და მას აიყვანენ. მან დაიწყო თავის თავში აღმოჩენა აი უნარების რომ მას შეუძლია ადამიანების აზრები გამოიცნოს. ესე შესთავაზა ნომრად და ფაქტიურად იგი იქცა ცირკის წამყვან ადამიანად და წამყვან მსახიობად, იმიტომ რომ იგი აი 13-14 წლის ასაკში უკვე აი ამ ტრიუკებს ატარებდა, ანუ ადამიანს ჩაათქმევინებდა რაღაცა სურვილს და შემდეგ გამოიცნობდა ამას. მის გარეშე თქვა დამალავდნენ რაღაც საგანს ცირკის ტერიტორიაზე იქვე და იგი პოულობდა ამ საგანს. მოკლედ დიდი პოპულარობით სარგებლობდა მისი ნომრები. 1927 წელია, ანუ დიდი ომი დამთავრებულია, უკვე ნაცისტები კარგახანია მოსულები არიან ქვეყნის სათავეში, უკვე დაწყებული არის ებრაელების ეგრეთ წოდებული საკითხის საბოლოო გადაწყვეტის პროგრამა, ანუ ებრაელების განადგურების პროგრამა, უკვე არსებობს საკონცენტრაციო ბანაკები და მესინგი ძალიან დიდ შეცდომას უშვებს. 1927 წელს ერთ-ერთი გამოსვლისას იგი ამბობს, რომ მას ეკითხებიან, აი რა ელის თქვათ გერმანიას, უკვე გერმანია მომზადებულია და უკვე თითქმის ყველა მიცის, რომ ომი გარდაუვალია და რა ელის გერმანიას თუ იგი წავა აღმოსავლეთით. მესინგი პასუხობს, რომ თუ აღმოსავლეთით წავა ჰიტლერი, იგი აუცილებლად დამარცხდება, ეს იქნება მისი და რაიხის, მესამე რაიხის სიკვდილი. გამოსული არ იყო თეატრიდან, რომ ეს წინასწარმეტყველება მომენტალურად აიტაცეს გაზეთებმა, გამოაქვეყნეს. ეს რომ გაიგო განრისხებულმა ადოლფ ჰიტლერმა, გამოაცხადა ძებნა, დაავალა პოლიციას და გესტაპოს, რომ აუცილებლად მოეძებნათ. იგი გესტაპომ დააწესა 200,000 მარკიანი ჯილდო, ვინც მას იპოვიდა და რა თქმა უნდა მესინგი გარბის ბერლინიდან. გარბის მატარებლით ეს არ იყო მთლად ჭკვიანური გადაწყვეტილება და 20-25 წუთის შემდეგ პირველივე გაჩერებაზე მას ამოიცნობენ როგორც კონტროლერი, ისევე რამდენიმე მგზავრი. ცნობილი პიროვნებაა ძალიან. და კონტროლერი შეატყობინებს ჩუმად შემდეგ გაჩერებაზე პოლიციელებს და პოლიციელები ამოდიან, ამოწმებენ მესინგის საბუთებს
და უშვებენ. ანუ მესინგი თავისი გონების ძალით, როგორც თვითონ ამბობს, ჩააგონებს მათ, რომ ის არის ნაცისტური პარტიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი და ამიტომ ერთ-ერთი პოლიციელი მას გვერდით დაუჯდება და ესეთი პატივით მიაცილებს პოლონეთის საზღვრამდე. პოლონეთი ჯერ კიდევ ომში არ არის, პოლონეთის ანექსიამდე რჩება 2 წელი. 39 წელია უკვე, ანუ ვარშავაში შესული არიან გერმანელები და უკვე ჩამოყალიბებული აქვთ გეტო, ანუ ებრაელები შეყრილი ყავთ ერთ ადგილას და იქ პერიოდულად ეწყობა დარბევები, რომლის დროსაც ძალიან ბევრ ადამიანს კლავენ, სხვადასხვა თვითონ მესინგის ოჯახი იგი იპოვის თავის ოჯახს, მაგრამ ოჯახიც იქ არის და ისინი დაიღუპებიან. მესინგს დააპატიმრებენ და გადაყავთ ციხეში. აქედან იგი ხვდება, რომ მხოლოდ 2 გზა არსებობს. ან ადგილზე დახვრიტავენ მას, ან საკონცენტრაციო ბანაკში გაუშვებენ, რაც იგივეა. უბრალოდ დროში გაგრძელებული სიკვდილია. ამიტომ იგი მიმართავს მესამედ უკვე თავის გადასარჩენ თავისებურ მეთოდს. კონცენტრირებას უკეთებს თელს თავის ფსიქიკურ ენერგიას და ზედამხედველებს ჩააგონებს, რომ შევიდნენ მის საკანში და რაღაც მნიშვნელოვანი დაძებნონ. მთელი იმ სართულის ზედამხედველები შედიან მასთან საკანში, რაღაცას ეძებენ, მესინგი გამოდის საკნიდან ამ დროს, გარედან ჩაკეტავს ამ ზედამხედველებს და ციხის ყველა აი ბარიერს, რომელიც მარტო იქ ხო არ არის ზედამხედველები, ხო, შემდეგ კიდე რამდენიმე ეტაპი არის, სანამ გახვალ ციხიდან გასავლელი. და სწორედ ამ ეტაპებს იგი გადის ძალიან თავისუფლად. გაემართება მდინარე ბუგისკენ, არის ასეთი მდინარე, საკმაოდ წყალუხვი, ცურვა მან არ იცის, მაგრამ აი ბოლო ძალების კონცენტრაციით იგი ამ მდინარეს გადაცურავს და მოხვდება საბჭოთა კავშირში. რა თქმა უნდა, ხა პოლონეთიდან გადმოპარული ადამიანი, მით უმეტეს როცა ნაცისტების ბოგინი არის პოლონეთში, არის პირველ რიგში ჯაშუში. ამიტომ მას დააკავებენ, მიიყვანენ NKVD-ში, იწყება დაკითხვების მთელი სერია, ადგენენ რომ ეს ადამიანი მართლაც უნიკუმია. იგი ეუბნება თავის გამონძიებლებს, რომ აი მოდით ამას გავაკეთებ, თქვენის გააკეთეთ, აი დამალეთ სადღაც რამე, მე ვიპოვი, თქვენ აზრებს წავიკითხავ, ამას ვიზამ, იმას ვიზამ, მოკლედ მე შემიძლია ძალიან გამოგადგეთ თქვენო და ასევე იგი აცხადებს, რომ აი გადაამოწმეთო გაზეთები ნაცისტური გერმანიის 37 წლამდე, თქვენ ნახავთ, რომ მე გამოდიოდი როგორც ექსტრასენსი, კითხულობდი აზრებს და ჰიტლერის სიკვდილი და მისი დამარცხება ვიცინასწარმეტყველე თუ იგი თქვენზე წამოვაო და რა თქმა უნდა იგი ხვდება ესეთ სუკის ინტერესების სფეროში, NKVD-ის ინტერესების სფეროში და როგორც ამბობენ, მისი საქმით პირადად ინტერესდება იოსებ სტალინი. მათი პირველი შეხვედრა 1940 წელს შედგა. სტალინს არ აინტერესებდა სცენაზე შესრულებული ფოკუსები, მას სჭირდებოდა მყარი პრაქტიკული მტკიცებულება მისი ნიჭის. და როგორც მესინგი ამბობს, ჩეიბუხი გააბოლა ბელადმა და შემხედა და მითხრაო, თუ მართლა შეგიძლიათ ადამიანების მართვა, მე 2 დავალებას გაძლევთ. თუ შეასრულებთ, იცოცხლებთ და ქვეყანაში გამოსვლების უფლებას მოგცემთ, ანუ ესტრადაზე გამოსვლის. თუ ვერა, აქედან ცოცხალი ვერ გახვალთ. სტილი დაცულია. პირველი დავალება თითქმის შეუძლებელი იყო, ანუ მესინგი უნდა მისულიყო ბანკში, მოსკოვის სახელმწიფო ბანკში და დაცვისა და ინკასატორების გვერდის ავლით, მხოლოდ სუფთა-ფურცლის წარდგენით, მას უნდა გამოეტანა იქედან 100,000 მანეთი. ეს იყო არნახული თანხა იმ დროისთვის. ექსპერიმენტს ფარულად აკვირდებოდნენ, რა თქმა უნდა, NKVD-ის ოფიცრები და დაინახეს, რომ მესინგი მიუახლოვდა ხანდაზმულ მოლარეს, მას გაუწყდა ფურცელი, თვალებში ჩააშტერდა. და როგორც თვითონ ამბობს, მე ვუთხარიო, რომ ეს არის ჩეკი 100,000 რუბლზე, სწრაფად გახსენით სეიფი და მომეცით ეს ფული მე. მოლარემ ფურცელს შეხედა, სათვალე გაისწორა, მივიდა ბანკის უფროსთან, მათ სეიფი გააღეს, გამოიღეს ფულის შეკვრები, დიდი ჩემოდანში ჩაუწყვეს მესინგს და როდესაც მესინგი ჩანთით გამოვიდა დერეფანში, ოფიცრებს აჩვენა, რომ მან დავალება შეასრულა. ის რა თქმა უნდა უკან დაბრუნდა, მოლარეს ფული დაუბრუნდა, რომელსაც ალბათ ყვა ჩამოუვარდა და გული შეუწუხდა და ეს გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ახლა სტალინმა კიდევ ერთი რთული დავალება მისცა მას, მესინგს უნდა დაეტოვებინა კრემლი და კვლავ უკან დაბრუნებულიყო.
ისე რომ არავის დაეკავებინა, არავის შეეჩერებინა იგი. კრემლის დაცვა მოგეხსენებათ, ეს ალბათ ყველაზე ძლიერი დაცვა იყო მაშინაც და ალბათ დღესაც, სადაც ფუძი შეფრინდება და ვერცხლი შეხტება, მაგრამ მესინგმა, როგორც ალბათ უკვე ხვდებით, ამ დავალებასაც წარმატებით გაართვა თავი და სტალინი მიხვდა, რომ მართლაც ფენომენთან ჰქონდა საქმე. მესინგი გავიდა შენობიდან, რამდენიმე წუთში უკან მობრუნდა და დაცვის პოსტები ისე გაიარა, რომ ჯარისკაცები დგებოდნენ და სამხედრო სალამს აძლევდნენ. მე შთავაგონე შემდეგ სტალინს უთხარი, მე შთავაგონე აი დაცვას, რომ კრემლში შედიოდა არა უცხო კაცი, არამედ ლავრენტი ბერია, საბჭოთა სპეცსამსახურების ყოვლის შემძლე ხელმძღვანელი, რომლის დანახვაზე ყველას შიშის ზარი ემართებოდა. ასეთი იყო მესინგის ვერსია. გამოცდა ჩაბარებული იყო, სტალინი მიხვდა, რომ მის წინაშე იდგა არა უბრალოდ ადამიანი, არამედ იარაღი, რომელიც ჯერ არც ერთ არმიას არ ჰქონდა. მესინგმა მიიღო პირადი ხელშეუხებლობის გარანტია და უნიკალური სტატუსი. ის გახდა ერთადერთი ოფიციალური ტელეპათი საბჭოთა კავშირში, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით ლექციების და ფსიქოლოგიური ცდების, როგორც თვითონ დაარქვა, თავის გამოსვლებს, ჩატარების უფლება მიეცა. თუმცა სტალინი მას ბევრად უფრო საშიშ დავალებებს უმზადებდა. 1941 წელია გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს, ქვეყანა უმძიმეს კრიზისშია, მილიონობით ჯარისკაცი ვარდება ტყვედ, 100,000-ობით ჯარისკაცი იღუპება, გერმანელები ძალიან სწრაფად მიიწევენ წინ, ფაქტიურად უკვე რამდენიმე თვეში ისინი მოსკოვის მისადგომებთან არიან და მესინგი, როგორც სხვა მრავალი ხელოვანი, ამ დროს გახიზნეს ციმბირში, ნოვოსიბირსკში უკაცრავად, ერთ-ერთი გამოსვლისას, გამოსვლებს ატარებს, სხვადასხვა ძალიან დიდ ფულს აკეთებს და ამ ფულის 95%-ს რიცხავს ფრონტის დახმარების ფონდში. და სხვადასხვა მან თვითმფრინავიც კი იყიდა საკუთარი ფულით და გადასცა, შემდეგ ტანკი იყიდა, გადასცა საბჭოთა ჯარს და მისი ძალიან დიდი მადლიერები არიან სამხედრო ხელმძღვანელობა. მას ეკითხებიან დარბაზში, როდის დამთავრდება ომი. ეს არის 41 წელი. ის ამბობს, რომ ჩვენ კიდევ მოგვიწევს 4 წელი გაუძლოთ ამ კოშმარს და ომი დამთავრდება 1945 წლის 8 მაისს. მარცხზე განიცდის საბჭოთა არმია სიტუაციაში, როდესაც გერმანელები დღეში გადიან ასეულობით კილომეტრს და ტოვებენ უკან ოკუპირებულ ტერიტორიებს. ასეთი განაცხადი, რა თქმა უნდა, ყველას ფანტასტიკის სფეროდან მოეჩვენა, მაგრამ გავადრო და ეს ყველაფერი დამტკიცდება. კიდევ ერთი მომენტი არის მესინგის ცხოვრებაში, ესეთი ღირსშესანიშნავი და სტალინთან დაკავშირებული. სტალინს გარდა იაკობისა ყავდა კიდევ მეორე შვილი, ვასილი. ვასილის ფრინავი იყო, სხვაგვარად კარგი ფრინავი იყო, ამბობენ, მაგრამ გალოთებული იყო, ამიტომ იგი აღარ დაფრინავდა და მას ჩააბარეს ჰოკეის გუნდის მმართველობა. არმიებთან იყო დაკავშირებული სხვადასხვა სპორტული გუნდები. ფეხბურთის, ჰოკეის ეს ორი სპორტი იყო ძირითადი, ყველაზე პოპულარული საბჭოთა კავშირში. და ეს სწორედ ერთ-ერთი ასეთი კლუბის მოსკოვის საჰაერო ძალების ჰოკეის გუნდის ხელმძღვანელი არის ვასილი სტალინი. იგი სვერდლოვსკში მატჩზე გასაფრენად ემზადება და მესინგი დაურეკავს სტალინს, რომ არ გაუშვაო ვასილიო ამ თვითმფრინავითო. პანიკა რომ არ მოხდეს, სტალინი ვასილის დატოვებს, ხოლო გუნდს გაუშვებს. ქარბუქში მოყვება თვითმფრინავი და სადღაც 120 თუ 130 კაცი დაიღუპება. და ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც მესინგმა სტალინს გაუკეთა. ამ დღის შემდეგ სტალინისთვის მესინგი აღარ იყო ჩვეულებრივი ცდების ობიექტი, ის გახდა კაცი, რომლის წინაშეც ყოვლის შემძლე დიქტატორიც კი უმწეოდ გრძნობდა თავის თავს. ეს ძალიან უნიკალური მოვლენა არის ზოგადად ესეთი დიქტატორების და ავტორიტარული მმართველების ცხოვრებაში. ძალიან ბევრს ის ადამიანები, რომლებიც მათი ერთგულები არიან, ძალიან ადვილად წირავენ ციხისთვის, სასიკვდილოდ, თანამდებობები და ხსნიან, ჭორებს უყრიან და ეს თითქმის ყველას ახასიათებს. ეთყობა ეს რაღაც ადამიანის ბუნებაში დევს, როდესაც იგი რაღაც ძალაუფლებას აღწევს, შემდეგ მეტნაკლებად, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად ჭკუიდან გადადის. და ამიტომაც ამ მისტიკურ კავშირსაც თავისი საზღვარი აღმოაჩნდა.
1953 წლის დასაწყისში, როდესაც სტალინის პარანოიამ პიკს მიაღწია, დაიწყო ეგრეთ წოდებული ექიმების საქმე. ებრაელების საქმე, ექიმების საქმე, ფაქტიურად ეს გაერთიანებული იყო, იმიტომ რომ დაიჭირეს თითქმის ყველა ექიმი, რომელსაც ებრაული გვარი ჰქონდა. მათ ძალიან ცუდი დღე ელოდათ, მესინგი მართალია არ დაუჭერიათ, მაგრამ იგი დაჭერის ზღვარზე იყო, როგორც პირველ რიგში ებრაელი და შემდეგ მეტნაკლებად ექიმებთან დაკავშირებული. ასევე ამბობენ თითქოს რომ სტალინმა მას კითხაო მე როდის მოკვდებიო და მესინგმა უპასუხა რომ ებრაულ დღესასწაულზეო და თანუ ძალიან მალეო და მართლაც 5 მარტი როდესაც სტალინი მიიცვალა დაემთხვა ებრაულ დღესასწაულს პურიმს. პურიმი გახლავთ დღესასწაული რომელიც აღნიშნავს ტირანიისგან ებრაელი ხალხის გათავისუფლებას და მესინგის წინასწარმეტყველება, როგორც ხედავთ, კიდევ ერთხელ ახდა. სენაზე გამოსვლის წინ მესინგი ყოველთვის გამოდიოდა ცოდნის საზოგადოების ლექტორად, წარადგენდა ხოლმე თავის თავს, იყო ესეთი общество знание. Საერთოდ არ იყო ცუდი საზოგადოება, მაგრამ როგორც ყველაფერი საბჭოთა კავშირში ფორმალურ სახეს იღებდა ხოლმე, ამ საზოგადოების წევრები დადიოდნენ ღრმა სოფლებში და ატარებდნენ ლექციებს. ფაქტურად იმდროინდელი YouTube იყო, ანუ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ასტრონომიაზე, კლიმატოლოგიაზე, რა ვიცი, რაც მახსენდება ჩემი ბოლო ვიდეოებიდან. აი ასეთ თემებზე ატარებდნენ ლექციებს და სასარგებლო იყო ეს მოსახლეობისთვის. და მესინგიც აი ასეთ რა თქმა უნდა ათეისტურ საბურველში გახვეულად აკეთებდა აი ამ თავის ტრიუკებს, როგორც თვითონ ეძახდა, ეს არისო ფსიქოლოგიური ექსპერიმენტები, ფსიქოლოგიური ცდები, რაც შედიოდა მასში უკვე იცით, ეს არის რაღაცა დამალული საგნების პოვნა, სხვათა აზრების გამოცნობა და ასე შემდეგ. 1954 წელს ომი უკვე გარდატეხილია და აქტიურად გამარჯვება ცოტა ხანში დადგება, იგი ციმბირში, ნოვოსიბირსკში გამოდის და აქ იგი გაიცნობს თავის მომავალ მეუღლეს აიდა მიხაილოვნა რაპაპორტს და ის გახდება მისი ცხოვრების მთავარი საყრდენი. ეს ქალი იყო მისთვის არა მხოლოდ ცოლი, არამედ მისი პირადი ასისტენტიც და კონცერტების მენეჯერი, წამყვანი და რა ვიცი, ყველაფერი გაცილებით ახალგაზრდა იყო მასზე და აიდამ იცოდა რომ თვითონ მესინგი ძალიან უკიდურესად უმწეო ნერვული იპოქონდრიკი და ესეთი სიბნელესთან მებრძოლი ადამიანი იყო. იგი ამიტომ იგი მკაცრად აკონტროლებდა მის განრიგს, იცავდა შარლატანებისგან, იცავდა ზედმეტი თავგადაკლული თაყვანისმცემლებისგან. წყვილს შვილი არ ყოლია სამწუხაროდ, მათი მთელი სიყვარული, როგორც ამბობენ, ორ პატარა ძაღლზე გადავიდა და 50-იანი წლების ბოლოს აიდა საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა, ამან სრულიად დაანგრია მესინგის ფსიქიკა, იგი ძალიან განიცდიდა ამ ამბავს და ფაქტიურად სიცოცხლის ბოლომდე, აი ბოლო 14 წელი მან მოსკოვში მეტნაკლებად ჩაკეტილ მდგომარეობაში თავის ბინაში გაატარა და მხოლოდ როგორც ამბობენ ცოლის პორტრეტს ესაუბრებოდაო. რატომ წყალობდა მესინგს საბჭოთა ხელისუფლება? პირველ რიგში იმიტომ რომ იგი კოლოსალური შემოსავლების წყარო იყო. როგორც უკვე გითხარით, მესინგის კონცერტები ძალიან დიდი თანხის საწყისი იყო და იგი მართავდა წელიწადში 350 კონცერტს, ანუ ფაქტიურად ყოველდღიურად მუშაობდა. დარბაზები ყოველთვის გადაჭედილი იყო და შემოსული თანხა მთლიანად მიდიოდა ბიუჯეტში. შემდეგ ანტირელიგიური პროპაგანდა. მესინგს პარტია იყენებდა იმის დასამტკიცებლად, რომ ნებისმიერი სასწაული რაც ხდება, არის ადამიანზე დამოკიდებული მის გონებაზე. და რა თქმა უნდა, მისი პირადი კონტრიბუცია სხვადასხვა საქველმოქმედო საქმეებში. 1974 წელს მესინგი ცუდად ხდება, იგი გადაყავთ საავადმყოფოში და მალევე გარდაიცვლება. სიკვდილის შემდეგ მკითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მისი გიგანტური ქონება. სხვადასხვა მას ხელზე ეკეთა მუდმივად სამკარატიანი ბრილიანტის ბეჭედი, რომელიც საავადმყოფოში გაქრა. არავინ იცის ამ ბეჭდის არც წარმომავლობა, იმიტომ რომ როდესაც ჩავიდა რუსეთში მას უკვე ეკეთა ეს ბეჭედი. და არც ის თუ სად არის ახლა იგი, ვინ მოიპარა და სად არის. მის სახლში ინახებოდა უამრავი ანტიკვარული ნივთი, შემნახულ სალაროში, ასე ეძახდნენ მაშინ ბანკს, იდო ძალიან
დიდი თანხა, ეხლა ზუსტად არ ვიცი რამდენი, მაგრამ რამდენიმე ათეული თუ არა ასეული ათასი მანეთი, რუბლი და ვინაიდან მას მემკვიდრე არ დარჩა, ამიტომ ეგრეთ წოდებული ვიმრაჩნე იმუშის თუ ასე ეძახდნენ, უმემკვიდრეოდ დარჩენილი ქონება იყო და მისი ნაციონალიზაცია მოახდინეს. არა, ეს ადამიანი ხო სიცოცხლეში ძარცვეს და ძარცვეს, სიკვდილის შემდეგაც მის შესაძლო ვიღაცა შეიძლება ვინმე გამოჩენილიყო, იმასაც არც ერთი კაპიკი ერთი მისხალიც არ დაუტოვებიათ. გადავიდეთ სამეცნიერო თუ მითოლოგიურ ნაწილზე, ხო? რა იმალებოდა მესინგის სასწავლების მიღმა რეალურად. ნეიროფიზიოლოგიამ მსგავსი ფენომენი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ახსნა და მას დაარქვა იდეომოტორული აქტი. ესეთი ჩახლართული სახელი ქვია. ეს იდეომოტორული აქტი იხსნება თითქოს შემდეგნაირად. როდესაც ადამიანი კონცენტრირებულია რაიმე აზრზე ან საგანზე, მაგალითად თავმალეთ ჩვენ სადღაცა გასაღები ოთახში. მისი ნერვული სისტემა ქვეცნობიერად გადასცემს მიკროელექტრულ სიგნალებს პერიფერიულ კუნთებს. კუნთები იწყებენ უმცირეს თვალისთვის უხილავ და შეუმჩნევლ მიკრო ვიბრაციებს და მიკრო შეკუმშვებს და როგორც ცოცხალი სეისმოგრაფი, ასეთნაირად იკუმშება და დუნდება ადამიანის კუნთები, როდესაც იგი რაღაც იმ საგანს უახლოვდება, რომელიც დამალულია. ერთგვარ ბიოლოგიურ ლოკატორად არის გადაქცეული, რომელიც კითხულობს არა მხოლოდ თქვათ იმ საგნის ადგილს, სადაც არის ის დამალული, არამედ ადამიანის აზრებსაც. და ამას ყველაფერს ახდენს სხეულის აი მიკრო ვიბრაციებით. როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაიხსნა NKVD-ს და შემდეგ KGB-ს არქივები, ამ არქივებში მეცნიერებმა ვერ აღმოაჩინეს ვერცერთი დოკუმენტი, ბრძანება ან საიდუმლო მოხსენება, რომელშიც მესინგისა და სტალინის შეხვედრა იქნებოდა აღწერილი. მეტიც ბანკის ისტორია ფიზიკურად შეუძლებელი იყო. საბჭოთა გოსბანკში, ანუ სახელმწიფო ბანკში, ანუ იგივე ზბერკასაში, შემნახულ სალაროში, ფულის გაცემის წესი გამორიცხავდა აბსოლუტურად ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას. ანუ კლიენტი ჩეკს აძლევდა ბუღალტერს, ბუღალტერი ამოწმებდა ანგარიშს, გადასცემდა შიდა კონტროლერს და მხოლოდ ამის შემდეგ იღებდა მოლარე ბრძანებას ფულის გაცემაზე. ერთი ადამიანის ჰიპნოზი ამ ბიუროკრატიულ ჯაჭვს უბრალოდ ვერ გაწყვეტდა. და მთელი ეს ისტორია როგორც ჩანს შეთხზულია, იმიტომ რომ არც ერთ ბანკში არასდროს ამხელა თანხა არ იდო. მოსკოვის ცენტრალურ ბანკშიც კი. ამიტომ წიგნი, რომელიც თითქოს მესინგმა დაწერა და მას ქვია მე ტელეპათის, სინამდვილეში დაწერილი არის ვინმე მიხეილ ხვასტუნოვის მიერ, საკმაოდ ჟღერადი გვარი აქვს, ხვასტავსტო მოგეხსენებათ ტრაბახს ნიშნავს, რუსული და რო თარგმნოთ, ხვასტუნოვის წიგნში არის ძირითადად ასეთი ფაქტები აღწერილი. ისე ვიმეორებ, მსგავსი რამ დოკუმენტურად არსად არის. თუ ვოლფ მესინგი იყო ილუზიისა და გონების მართვის დიდოსტატი, რომლის ტრუკებით ხშირად ეყრდნობოდა ადამიანის ფსიქოლოგიას, ჩვენი მეორე გმირი სრულიად სხვა ფენომენია. ნინელ კულაგინა. ქალი, რომელმაც საბჭოთა კავშირის წამყვან ფიზიკოსებს, ქიმიკოსებს და აკადემიკოსებს და ბიოლოგებს და ნეიროფიზიოლოგებს, არ ვიცი თუ კი ვინმე იყო ასეთი ტიპის მეცნიერი, აიძულა ეღიარებინათ, რომ მატერიალურ სამყაროში არსებობს ძალა, რომელიც ნიუტონისა და აინშტაინის ფორმულებში ვერ ჯდება. მაშასე, ნინელ კულაგინა, მისი ნამდვილი გვარი სერგეევაა. იგი არ ყოფილა პროფესიონალი არტისტი, ის იყო უბრალო ლენინგრადელი დიასახლისი, რომლის ახალგაზრდობამაც კაცობრიობის ისტორიაში ალბათ ყველაზე სასტიკ დღეებში გაიარა. 1941 წელს, როდესაც ნაცისტებმა ალყა შემოარტყეს და ბლოკადაში მოაქციეს ლენინგრადი, დღევანდელი სანქტ-პეტერბურგი, კულაგინა 14 წლის იყო და ამ ასაკში წარმოიდგინა 14 წლის გოგონა ჩაეწერა წითელი არმიის რიგებში ტანკის რადისტად. მან რა თქმა უნდა გაიარა ლენინგრადის ბლოკადის საშინელი დღეები, შიმშილი, მუდმივი დაბომბვები და ერთ-ერთი შეტევის დროს იგი მუცელშიც დაიჭრა. პარალელურად მიიღო ძალიან ძლიერი კონტუზია, გადაიყვანეს საავადმყოფოში, გადარჩა, მაგრამ შემდეგ უკვე მთელი ცხოვრების სიცოცხლის განმავლობაში მას ტანჯავდა ძლიერი ტკივილები. კალუგინამ თავისი უცნაური თვისებები, როგორც ამბობენ, 1960-იანი წლების დასაწყისში აღმოაჩინა და ესეც კვლავ საავადმყოფოში ყოფნისას.
სადაც იგი ნერვული აშლილობისა და უმძიმესი შაკიკის, ანუ თავის ტკივილის გამომკურნალობდა. დატყობდა თავის თავს, რომ როდესაც იგი იწყებდა გაბრაზებას და ეს გაბრაზება პიკს აღწევდა, მის ირგვლივ საგნები იწყებდნენ მოძრაობას. სახლში როდესაც გაბრუნდა, გამოწერეს, იგი წამლები დაუნიშნეს, აღმოაჩინა, რომ წამლებს როდესაც სვამს, ეს უნარი უქრება მას, ანუ უნარი კიდევ ერთი რამ, რომ სიბნელეში მას შეუძლია ფერების გარჩევა, სრულ სიბნელეში. მას შეუძლია საგნების ფორმების გარჩევა. მას შეუძლია ეს ნელ-ნელა შემოდის მის ცხოვრებაში, იგი როდესაც აკვირდება თავის თავს, მას შეუძლია უკანა მზერით კეფით დაინახოს უკან რა ხდება. და მისმა მეუღლემ ვიქტორმა, რომელსაც ფოტოაპარატი ჰქონდა, დაიწყო ამ ყველაფრის ფიქსირება ფოტოფირზე და გადაგზავნა მეცნიერებათა აკადემიაში. 1970-იანი წლებიდან კულაგინა ხდება საბჭოთა მეცნიერებათა აკადემიის რადიოტექნიკისა და ელექტრონიკის ინსტიტუტის მთავარი საკვლევი ობიექტი. მართლაც მას რაღაცა ძალები აღმოაჩნდა, რომელმაც დააინტერესა მეცნიერები. ლენინგრადის ოპტიკისა და მექანიკის ინსტიტუტის სპეციალურ ლაბორატორიაში სწავლობენ ამ ქალის მონაცემებს, უნიკალურ მონაცემებს და ეს ინსტიტუტი გახლავთ სხვათა შორის მთლიანად წამოღებული კარლ ცაისის ქარხნიდან. კარლ ცაისი მოგეხსენებათ, ეს არის დღემდე ითვლება ოპტიკის მამად და მეფედ, რა ვიცი თუ კი სადმე კარლ ცაისის ოპტიკას გადააწყდებით, ჩათვალეთ რომ თქვენ ხელში გიჭირავთ უმაღლესი ხარისხის ოპტიკა. იქნება ეს მე-19 საუკუნის კარლ ცაისი თუ იქნება ეს 21 საუკუნის, არ აქვს მნიშვნელობა, ხარისხია და სწორედ ამ ლაბორატორიაში, რომელიც საბჭოთა კავშირშია გადმოტანილი, აკადემიკოსი იური გულეევი და პროფესორი ედუარდ გოდიკი იკვლევენ კულაგინას ფენომენს. ასევე ისინი აფიქსირებენ ამ ყველაფერს ვიდეოკადრებით და იღებენ ამ ფენომენს, როგორ ამოძრავებს იგი ასანთის ღერებს, რადგან რომ გამოირიცხოს თქვა სუნთქვის ან სხვა ზემოქმედება ამ ყველაფერს დებენ მინის ყუთის ქვეშ, რა თქმა უნდა, გაჩხრიკავენ წინასწარ რამე მაგნიტი არ ქონდეს, თან რაღაცა არ იყოს, ну, ყოველ შემთხვევაში ექსპერიმენტის სისუფთავეზე ორივე იური გულეევიც და ედუარდ გოდიკიც დარწმუნებულები არიან, იმიტომ რომ მაქსიმალურად უშლიან ხელს ამ ქალს, რომ რაღაცა სხვა მეთოდებით გააკეთოს ეს ყველაფერი. პარანოია ეყრებათ შემდეგ უკვე 70-იანი წლების ბოლოს, იმიტომ რომ ქალი აშკარად აკეთებს ამას ყველაფერს და მას სპეციალურ ტანსაცმელსაც ჩააცმევენ, რაღაცებს ჩადებენ შემდეგ უკვე ვაკუუმით სავსე ჭურჭელში. Ну, მოკლედ ყველაფერს იგონებენ იმისათვის, რომ რაღაცნაირად დაამტკიცონ, რომ ეს ქალი რაღაც სხვა მეთოდებს იყენებს, მაგრამ ვერა. არც ელექტროსტატიკური ენერგია ფიქსირდება, არც მაგნიტი ფიქსირდება, არც ძაფები, არც რაღაც სხვა უხილავი რაღაცეები. ის კი არა კალუგინამ შეძლო და წყალში ჩაგდებული კვერცხის გული და ცილა ერთმანეთისგან გააცალკევა. ასევე რა თქმა უნდა, კომპასის ისარც რო უკან მატრიალებდა და რაღაც მსგავსი რაღაცები, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ადვილი იყო მისთვის. და კრემლის სამხედრო კურატორებს ძალიან აინტერესებთ არა ასანთის ღერების აკეთიგედე ბორიალი, არამედ კითხვა შეეძლო თუ არა ამ ქალს ცოცხალი ორგანიზმის განადგურება. და ამისთვის 1978 წელს ჩატარდა ექსპერიმენტი, რომელმაც ბევრი შოქში ჩააგდო. ლაბორატორიულ ჭურჭელში მოათავსეს ბაყაყის იზოლირებული გული. მოგეხსენებათ, ბაყაყის გული კი არა ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის გული, თქვენ რომ მიაწოდოთ მას ფიზიოლოგიური სითხე, რომ მას შეეძლოს მეტნაკლებად შეინარჩუნოს ის იგივე ჰომეოსტაზი, ანუ იგივე მდგომარეობა ფიზიკურ, ქიმიური, როგორც მას ორგანიზმში აქვს, იგი კარგ ხანს იმუშავებს, იმიტომ რომ გული ავტომატია. ავტომატია, რომელიც ჩასახვიდან ძალიან მალევე იწყებს მუშაობას და რა თქმა უნდა ბოლო ჩერდება, როდესაც ადამიანი ბოლოჯერ ამოისუნთქავს. რომ უნდა ემუშავა ამ გულს სადღაც 2-3-4 საათი, კალუგინამ იგი 2 წუთის შემდეგ გააჩერა. სხვა შორის სანამ გაჩერდებოდა, გული ჩავარდა ძალიან ძლიერ არითმიაში, მას დაეწყო არასწორი შეკუმშვები, სისტოლა, დიასტოლა, აირია იქა. საბოლოოდ აი მანქანა რო აურევს ხოლმე და ფხ დაიძახებს და გაჩერდება და ახლობით აი ესე გაჩერდა. ეს უკვე ნიშნავდა იმას, რომ ადამიანს საკმაოდ ძალა აქვს იმისათვის და ადამიანებში არის ძალა იმისათვის, რომ მათ შეძლონ ყოველგვარი ზემოქმედების გარეშე, იქ ხამით თუ პოლონიუმის ჩასხმით ჩაიში, აი იმის გარეშე სუფთად გამოიწვიონ
ადამიანის გულის გაჩერება და ბუნებრივად გარდაიცვლება ის ადამიანი, რომლის გარდაცვალება სხვა შემთხვევაში გამოიწვევდა დიდ აჟიოტაჟს და მიიტანდა ეჭვს, რომ იგი სპეცსამსახურებმა მოკლეს. მეცნიერები ზომავდნენ მის ირგვლივ არსებულ ყველანაირ ფიზიკურ ველს, ეს აკუსტიკური იქნებოდა, ელექტრომექანიკური, ოპტიკური, მაინც ვერაფერს ვერ პოულობდნენ. საკითხი უკვე ორმაგ სიბრტყეში ვითარდება სამეცნიერო სიბრტყეში და უშიშროების კომიტეტი ინტერესდება ამ ყველაფრით, როგორც გითხარით და კალუგინას აი ეს ფირები, რომლებიც გადაღებულია საბჭოთა კავშირმა ვითომ შემთხვევით ხელთ ჩაუგდო დასავლეთის სპეცსამსახურებს. და იქ გაიწია პანიკა. ანუ საბჭოელებს უკვე ყავთ როგორც ჩანს ისეთი ადამიანი, რომელსაც და ატარებენ ისინი ისეთ ცდებს ამ ადამიანზე, რომელმაც შეიძლება გადატრიალება მოახდინოს საერთოდ სადაზვერვო და პოლიტიკურ სპექტრში. ამიტომ იქაც დიდი შეფუცხუნება დაიწყო, მაგრამ ამ დროს იწყება პერესტროიკა, უკვე რაღაც დოკუმენტები იხსნება, შეიძლება გააკრიტიკო პარტიის ხაზი მეტნაკლებად და 1987 წელს არის ასეთი ჟურნალი იყო, არ ვიცი ახლა არის თუ არა, ჩელავეკი ზაკონ, ადამიანი და კანონი, რომელშიც იბეჭდებოდა საკმაოდ საინტერესო სტატიები ხოლმე რაღაც გახმაურებულ სერიულ მკვლელებს, მაგრამ მანამდე არა, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის ადარსებობდა სერიულ მკვლელი. ამ დროს თურმე არსებობდა და კიდე რამდენი. და ესეთი ისტორიები იბეჭდება იქ, ძალიან პოპულარული ჟურნალია, გამოდის თუ არა ეგრევე ყიდულობს ხალხი და აქ დაიბეჭდა კალუგინას ანადგურებენ, რა მოკლედ რომ ის არის საბჭოთა მეცნიერებს ამდენი ხნის განმავლობაში ატყუებდა მარტივი ფოკუსებითა და მაგნიტებით და რაღაცა წვრილი კაპრონის ძაფები აქვს გამობმული ხელებზე და ამის საშუალებით აკეთებს ამ იმას ხელს როადებდა ხო ეს დამოვიწყდა მე თქვა იმას ჰქონდა უნარი რომ ხელი დაედო ადამიანისთვის და შემდეგ თითქოს დამწვრობა გამოეწვია და ესო კიო მისი ხელიდან გამოდიოდაო ნამდვილადო მას რადგან ნივთიერებათა ცვლაო არ უარგოდაო ამიტომ მისი ხელებიდან გამოიყოფოდაო ესეთი მწვავე ნივთიერებაო და ეს წვავდაო ხელსო და არა ის რომ ასო რაღაც გამოსხივებები და რაღაცები ჰქონდაო მაინც ახლა ომის ვეტერანია დამსახურებული ქალია და ძალიან დიდ შეურაცხყოფად მიიღო ეს სტატია მან უჩივლა სასამართლოში ამ სტატიის დამცველებად გამოვიდნენ ის ადამიანები რომლებიც მას სწავლობდნენ ეს გახლდათ აკადემიკოსი გულეევი და პროფესორი გოდიკი რომლებმაც თქვეს რომ მოკლედ ყველაფერი ის რასაც ეს ქალი აკეთებდა ჩვენ შევისწავლეთ კი ბატონო დავწერეთ მაშინ რომ რაღაც ამოუცნო ფენომენთან გვაქვს საქმე მაგრამ საბოლოოდ არ გჯერა რომ ეს კარი რამეს აკეთებ. მოსამართლემ კითხა 100%-ით ხარ თუ ამაში დარწმუნებული ნამდვილად აფერისტობდა ეს კარი და რაღაცეებს ჩალიჩობდაო და ამათმავე არა ვარ თუ 100%-ით დარწმუნებულებიო და ამის გამო კალუგინა გამოაცხადეს მოგებულად ამ სასამართლოში და ჟურნალს დააკისრეს ჯარიმის გადახდა. ნებისმიერი გადაადგილებული საგანი იწევდა მასში პულსი აზდიოდა 180-მდე თითქმის მაქსიმუმია 200-მდე წნევა უწევდა უჩნდებოდა მიკროსის ჩაქცევები კანში გულის რიტმი ერღვეოდა წნევდა რა ვიცი ფაქტიურად სიკვდილამდე მიდიოდა ხოლმე ეს ქალი მაგრამ მაინც თავს არ ზოგავდა რომ ეს ყველაფერი გაეკეთებინა და როგორც ამბობენ თითებიდანო მასო სპეციფიური რაღაცა დამწვარი ცილის სუნიც აზდიოდაო აი თქვენ თუ თმას ან ბუმბულს დაწვავთ ამ იმასა აქვს ესეთი დამწვარი ცილის სუნი ხო შეიძლება ამ შეიძლება დაადგინოთ ნამდვილია თუ არა შალი ზოგჯერ ამბობენ რომ შალის არის რაღაცა და ამ დროს დაწვავდა შალის სუნი ანუ ორგანიკის სუნი არა აქვს და არის ჩვეულებრივი სინთეტიკა ამით შეიძლება გაიგოთ სიტყვას მოყვა უბრალოდ საბჭოთა კავშირმა შეიძლება ითქვას ეს ქალი ბოლომდე გამოწურა და როგორც ასეთ გამოწურული ლიმონი შემდეგ მოისროლა. ამ ქალს არ დარჩენია არანაირი არც სიმდიდრე, არა უბრალოდ სახელი დარჩა, ყველა მიცის ნინელ კულაგინა, რომელიც 1990 წელს გარდაიცვალა. რა დაადგინა რეალურად მეცნიერებამ, როგორც მესინგზე ვთქვით, აქაც უნდა ვთქვათ. პროფესორმა გოდიკმა თავის შემდგომ ნაშრომებში დეტალურად აღწერა კალუგინას ეფექტი და თქვა რომ არანაირი ფსიქოკინეზი არ არსებობს, ანუ ფსიქოლოგიური ან გონებრივი ძალით საგნების გადაადგილება. კულაგინას სხეული მისი ნერვული დაავადებების გამო დაძაბულობის მომენტში თითქოს გამოიმუშავებდა ძლიერ ელექტროსტატიკულ ველს. მისი ხელებიდან გამოიყოფოდა მიკროსკოპული აკუსტიკური იმპულსები, ულტრაბგერითი ტალღები და კანის ზედაპირიდან ხდებოდა მიკრონაწილაკების მაღალმუხტიანი გამოფრქვევა. აი როგორ გინდათ ისე გაიგეთ, მე ვკითხულობ
გოდიკის მეცნიერულ დასკვნას. და სწორედ ეს ელექტროსტატიკური და აკუსტიკური მუხტი ატოკებდა ასანთის ღერებს და მსუბუქ საგნებს. გარდა ამისა, რამდენიმე ცდაში მართლაც გამოიყენა თხელი კაპრონის ძაფები, რაც ფიზიკოსებმა მოგვიანებით ვიდეოს შენელებული ანალიზით დაადასტურესო. თუ ნინელკულაგინა ლაბორატორიებში ჩაკეტილი მკაცრი ექსპერიმენტების მსხვერპლი იყო, რომლის შესახებაც ჩვენ ძალიან გვიან გავიგეთ, როდესაც პერესტროიკა დაიწყო და გლასნოსტი ეგრეთ წოდებული, აი ჩვენი მესამე ჯადოქარი კი სულ სხვა ფენომენია, ის ხდება პირველი ოფიციალური საბჭოთა მილიონერი, რომელსაც არ იჭერენ და დაჭერას არ ექვემდებარება უბრალოდ და ასევე მედია ვარსკვლავი და კრემლის ელიტის უგვირგვინო დედოფალი. თბილისში შამპანურის დალევა 80-იან წლებში დიდ პრობლემას წარმოადგენდა. იყო ორი ბარი სულ, ორივე რუსთაველზე, ერთს ერქვა სინათლე, რომელშიც იყიდებოდა ბრუტი, რომელიც მე არ მიყვარდა, იმიტომ რომ ჟავე იყო და ყველაზე ხარისხიანი გახლდათ ეგრეთ წოდებული, როგორც ჩვენ ვეძახდით მაშინ, პოლუსუხოი, ანუ ნახევრად მშრალი შამპანური, რომელიც მართლა კარგი იყო. რისგან კეთდებოდა, არ ვიცი, მაგრამ იმ სასმელებთან შედარებით რაც იყიდებოდა, საკმაოდ ნორმალური იყო, სამანეთ ნახევარი ღირდა. არ იყო ეს ხა ესეთი საშინელი ფული, მაგრამ აი სტუდენტები როდესაც ვიყავით და შამპანურის დალევა მოგვინდებოდა, მივდიოდით ივერიის კაფე რესტორანში. ქონდა ასეთი კაფე რესტორანი ივერიას, ჩემი თაობის ხალხს ახსოვს, დღეს ეს კაფე აღარ არსებობს. ძალიან სიმპათიური კაფე იყო და აქ ერთი ძალიან საინტერესო ქალი მუშაობდა, რომელიც მე მახსოვს. და თუ ვინ იყო ეს ქალი, ახლა მოგიყვებით. ევგენია იუვაშევნა სარდისი, ანუ ევგენია იუვაშის ასული სარდისი. დაიბადა 1959 წლის 22 ივლისს კრასნოდარის მხარის სოფელ ურმიაში. მისი მამა იუვაშ სარდისი გახლდათ ირანიდან ემიგრირებული ასირიელი. აისორებს ვეძახდით ჩვენ. ხოლო დედა იყო ადგილობრივი კაზაკი ქალი და სოფელი ურმია გახლდათ უნიკალური იმ მხრივ, რომ იგი მთლიანად დასახლებული იყო ასირიელებით, აისორებით. ერთადერთი სოფელი იყო მთელ საბჭოთა კავშირში. ევგენია ბავშვობიდანვე მუშაობდა, საკმაოდ ძიმედ მიდიოდა მისი ახალგაზრდობა, ბავშვობაც და მისი უცნაური თვისებები, როგორც თვითონ ამბობდა, 4 წლის ასაკში გამოვლინდა, მას თითქოს შეეძლო ზუსტად ეწინასწარმეტყველა, როდის მოვიდოდა წვიმა, როდის უნდა დაეთესათ ესა თუ ის მოსავალი, რომ კარგად გამოსულიყო და პირველი სამკურნალო აქტიო მე ჩავატარე მამაჩემზე, მამაჩემი ფიზიკურად მუშაობდა ძალიან ბევრსო და ხშირად აწუხებდა წელის ტკივილები და ერთხელაც 5 თუ 6 წლის ვიყავი, ვიგძენიო ხელებშიო სიცხეო და დავადე მას ეს ხელები და იმის შემდეგ საერთოდ აღარაფერი აღარ ტკიებიო. იგი პროფტექნიკურ სასწავლებელში აბარებს, ტექნიკურ სასწავლებელში და როდესაც ამთავრებს, მას გაანაწილებენ თბილისში, იყო ასეთი პრაქტიკა, ანუ რაღაც რომ დაამთავრებდი, მე შეეძლოთ, რომ სადღაც გაეშვით, მაგალითად თბილისში რაღაც დაამთავრე, შეიძლება ციმბირში გაეშვით. და ნუ ეხლა ეს ერთი ქვეყანა იყო პრინციპში, სადაც უკეთესი ხელფასი იყო, მიდიოდა ხალხი, რა თქმა უნდა, რატომაც არა. იგი აქ იწყებს მუშაობას ჯერ რკინიგზის საავადმყოფოში და ამის შემდეგ გადმოდის აი სწორედ იმ ივერიის კაფეში მენეჯერად. ნუ დღეს მენეჯერი ქვია, მაშინ ალბათ გამგედ, ან დირექტორად, ალბათ ხო არ ვიცი. და ეს ქალი ძალიან ბევრი ჩემი თაობის და ჩემზე უფროს ადამიანებს ახსოვთ, იმიტომ რომ ძალიან ისეთი კაშკაშა ქალი იყო, თავისი მუქი, კუნაპეტი შავი თმით, ესეთი ძალიან ლამაზი თვალებით, ძალიან გამჭოლი მზერით, კარგი ტანფეხი ჰქონდა, ესეთი ძალიან სიმპათიური და თავისებური გარეგნობა ჰქონდა, უცხო, ძალიან უცხო საქართველოსთვის და თბილისისთვის და იგი აქ ხდება თბილისში თავის მომავალ მეუღლეს ვიქტორ დავითაშვილს. ჟენიას ეძახიან მას და ჟენია ნელ-ნელა სახელი გადაკეთდა ჯუნად და მოგვევლინა უცნობილესი, ალბათ დღეს საქართველოში და საბჭოთა კავშირში ძალიან ცოტა ჩემი თაობის, ჩემზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც არ იცოდეს ჯუნა დავითაშვილის შესახებ. ხა უნდა გითხრათ, რომ ეხა კაფე ივერია მარტო მე არ მომწონდა, ძალიან ბევრი ადამიანი დადიოდა აქ, ძალიან პოპულარული ადგილი იყო. და ეს ქალიც ამ წრეში ტრიალებდა. მაგრამ როგორც გაირკვა მთელი მისი ბიოგრაფია კულისებს მიღმა მიდიოდა, იმიტომ რომ როგორც ხმა დაირხა შემდეგ,
თბილისში გამოჩნდა ქალი, რომელიც კურნავს ხელების დადებით, კურნავს სხვადასხვა დაავადებებს. და ყველა ამბობდა, რომ აქრობდა ქრონიკულ ტკივილებს, კურნავდა უშვილობას, სვამდა ზუსტ დიაგნოზებს და ეს ამბავი ელვის ისრაფით გავრცელდა. ხალხი ესეთი ხალხი ამბობს ამას ყველაფერს, რომ ეხლა ის არ არის სადღაც თბილისში ხდება, ცენტრში და თბილისისთვის ელიტად რომ ითვლება, აი ესეთი ხალხი ამბობს, რომ კი ნამდვილად ეს ქალი საოცრებებს ახდენს. ვინც არ იცით 1970-იანი 80-იანი წლების თბილისი არის უნიკალური კულტურული ცენტრი. აქ მეტნაკლები თავისუფლებაა. აი მაგალითად ტარდება როკ კონცერტები, ტარდება მუსიკალური ფესტივალები, რომლებშიც გამოდიან ანსამბლები, რომლებიც აკრძალული არის რუსეთში და ისინი იღებენ პირველ ადგილებს, მაგალითად ტარდება ჯაზ ფესტივალები, ჩამოდიან ბიბი კინგი, ჩამოდიან ბლუზმენები, სხვადასხვა პოპ და როკ ანსამბლები უცხოეთიდან, მოკლედ ჩქეებს სიცოცხლე თბილისში მართლა ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი და სწორედ ამ დროს ჟურნალს კარებთან დგას რიგი მხატვრების, მსახიობების, მწერლების და რაც თავარია საბჭოთა ნომენკლატურის, ანუ პარტიული ნომენკლატურის. ქართულმა ინტელიგენციამ ჯუნა ხელში აიყვანა და მათთვის ის იყო ცოცხალი საოცრება, ნიჭისა და პარალელურად მისტიკის განსახიერება და პარალელურად მკურნალი ისეთი დაავადებებისა, რომლებიც აქამდე განუკურნებლად ითვლებოდა. რა თქმა უნდა, ასეთი მასშტაბის ფენომენი არ გამოეპარებოდა საქართველოს სუქს, მან მომენტალურად თავისი ხუფის ქვეშ აიყვანა ჯუნას ფენომენი და მის სახთან მუდმივად პატრულირებდნენ ესეთი ოპერმუშაკები, როგორც მათ ეძახდნენ. თუმცა მას არაპატიმრებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ იგი ფაქტურად არალეგალურ ფულს აკეთებდა. ეხლა ეს ყველაფერი, რაც მოგიყევით, ეს მკურნალობა, რა თქმა უნდა, თანხებთან იყო დაკავშირებული. და პატიობს ამას ყველაფერს, ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ეს ის პერიოდია, როდესაც ნებისმიერი ეგრეთ წოდებული არაკანონიერი შემოსავალი ძალიან მძიმედ ისჯება. იმდენად, რომ შეიძლება დახვრეტაც კი მიუსაჯონ, თქვა ძლიერ გაფლანგვაზე ან დიდი ქრთამის აღებაზე, აი მახსოვს რომ მე მგონი 100,000 მანეთზე ზემოთ თუ იყო ქრთამი, უკვე ადამიანს დახვრეტას უსჯიდნენ. მე უფრო მეტიც მის მიმართ ინტერესს გამოხატავს საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, პირველი პირი სახელმწიფოში ედუარდ შევარდნაძე. სწორედ შევარდნაძის ოჯახთან დაახლოება გახდა მიზეზი იმისა, რომ ჯუნას შესახებ გაიგეს ინფორმაცია მოსკოვში. კრემლის უმაღლეს კაბინეტებშიც კი, ანუ ამ კაცმა თქვა, რომ რაღაცა ჩვენთან არის ეგეთი ისა, ალბათ წამოწდა რაღაცა რომ არის ესეთი ადამიანი, რომელიც ამ რაღაცებს კურნავს და იყო საბჭოთა კავშირში ასეთი გოსპლანი, ანუ საგეგმო კომიტეტი. მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირში ყველაფერი იყო გეგმიური. აი მაგალითად დაიქცა ხო ქვეყანა და არ მოვიდა მოსავალი, თქვა ყურძნის. აი ეს გეგმა რო იყო დაწერილი, სადღაც მოსკოვში წერდნენ, კახეთში გლეხს ამდენი უნდა მოეყვანა ყურძენი, წარმოგიდგენიათ ხო? მაგრამ იმ დღეს ეთქვა მოვიდა, გვალვა იყო, არ მოვიდა, თქვა 100 ლიტრა რომ უნდა ჩაებარებია, მოვიდა 10 ლიტრი. რა უნდა ქნას? 100 ლიტრი შესაძლებელია. გააზავოს წყალში დაუმატოს სპირტი, დაუმატოს შაქარი და გაასაღოს როგორც ღვინო. ამიტომაც იყო რომ ღვინო საბჭოთა კავშირში არ დაილეოდა გარდა ქარხნისაც ვამბობ მე. გარდა სახლისას თუ იყიდდი და იქაც ნაცნობი უნდა ყოლოდა. ნებისმიერ პროდუქციაზე ასე იყო. ანუ გეგმა წყვეტდა ყველაფერს. ანუ ხალხი ჩადიოდა მოსკოვში, აი ამ გოსპლანში, ამ საგეგმო კომიტეტში ქრთამით, რომ ეთქვა რომ აი მოდი რა დამიკელი რა ეს გეგმა 100 ლიტრს კინო მომცემ რო ჩავაბარო მომეძე 50 რომ რაღაცას მაინც გავდეს ის ღვინო. აი ყოვლისშემძლე ორგანიზაცია იყო ფაქტიურად, აი კგბ-სთან ერთად ეს იყო ყოვლისშემძლე ორგანიზაცია, რომელსაც ყველა ეფოფინებოდა და აი ამ გიგანტური და წარმოუდგენლად გავლენიანი ორგანიზაციის უფროსი ჩამოდის საქართველოში, ვინმე ნიკოლაი ბაიბაკოვი და მიდის ჯუნასთან. რა თქმა უნდა ეს ინკოგნიტოდ ხდება, გაზეთებში და ტელევიზიაში ეს არ შუქდება, რა თქმა უნდა. და ბაიბაკოვი ეუბნება ჯუნას, უნდა წამოყვე მოსკოვში, ჩემს ცოლს აქვს ქრონიკული ტკივილები, ლოგინიდან ვერ დგება, სიკვდილის პირასაა და აუცილებლად თუ გააქვს რამის შანსი და თუ ბოლო იმედი ხარ რა, მოკლედ და წაიყვანს მოსკოვში და ჯუნა 2-3 სეანსის მერე ამ ქალს ფეხზე დააყენებს. და იწყება მისი მოსკოვური ტრიუმფი. და მისი კრემლის პაციენტები. მოსკოვში ჩაცვლისთანავე ძალიან ცოტა ხანში მას აძლევენ არბატზე
დღეს მილიონები ღირს კვადრატული მეტრი იქ უზარმაზარ ბინას და უმაღლესი დონის ფარველობას უწევენ, იმიტომ რომ ეს ქალი მართლა საოცრებებს ახდენს. მისი სახლი რამდენიმე კვირაში გადაიქცევა მოსკოვის ყველაზე გავლენიან არაფორმალურ სალონად, იქ იკრიბებიან სხვადასხვა ჯურის მსახიობები, როგორც საქართველოში, ისე მსახიობები, მწერლები, მუსიკოსები, მხატვრები, ელჩები სხვადასხვა სახელმწიფოების, თვითონ ჩინოვნიკები, საბჭოთა კავშირის. ანუ ეს არის ერთგვარი სალონი, სადაც ეს ქალი განაგებს ყველას და ყველაფერს და თავის ეს ეგზოტიკური ძალიან მომხიბლავი გარეგნობით, სილამაზით მუდამ შავ სამოსშია გამოწყობილი, მძიმე ოქროს სამკაულები უკეთია, როგორც ეს ზოგადად აღმოსავლეთის ადამიანებს უყვართ და საკმაოდ ცუდი ხასიათი აქვს. ამას ყველა აღნიშნავს, მას გაბრაზება შეუძლია, ისე შეუძლია გაგაგდოს სახლიდან და ციხლის მოგაყოლოს, რომ იქ ვეღარ დაბრუნდები ვერაზროს. და პარალელურად იგი მას უდგას, აქვს მიღების საათები, მას უდგას კილომეტრიანი რიგები, როგორც რა თქმა უნდა ეს კილომეტრიანი არ იყო, იმიტომ რომ არეგულირებდნენ ამას ყველაფერს, მაგრამ ვისაც მეტი ფული ჰქონდა, ის ხვდებოდა მასთან სამკურნალოდ და ყველა გამოდიოდა კმაყოფილი. რა შეაინტერესებდა ეს ქალი კაგებეს? უკვე მას კარტ ბლანში აქვს, მას შეუძლია რაც უნდა ის აკეთოს. ფული აკეთოს, ის აი აბსოლუტურად, იმიტომ რომ ნებისმიერი საიდაც არ გაიხედავ და ვინც არ იცის ახალგაზრდები, ბედნიერი ახალგაზრდები, რომლებსაც არ უცხოვრია საბჭოთა კავშირში, ეს იყო გერონტო მმართველობა, ანუ წარმოუდგენელი ბებრების მმართველობა. 80 წელს გადაცილებული, მე ხარ არსებობს, იცით, ხა რა თქმა უნდა, მოხუცები არსებობენ, აგერ გერმანიაში მე ნანახი ვყავს 90 წლის ქალები ველოსიპედით დადიან და პარასკევობით ღვინოს სვამენ, აგერ ჩვენთან ბარში. მაგრამ ეს იყო დაჩაჩანაკებული, ძალიან მძიმე ბავშვობა და ახალგაზრდობა გამოვლილი თაობა, ომგამოვლილები, ძალიან ბევრი ომში მონაწილეები იყვნენ. და ყველა იყო უკვე სადღაც 75 წლის ასაკში უკვე ღრმა მოხუცებულები და ბევრი დაავადებებით დაჯილდოებულები. ამიტომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასეთი ადამიანის გვერდზე ყოლა და ეხლა იმ ქათამს, რომელიც ოქროს კვერცხს რა თქმა უნდა, არავინ არ დაკლავს, ხო? დადასტურებულად არის ცნობილი თვით სახელმწიფოს ლიდერი ლეონიდ ბრეჟნევი, რომელსაც რამდენიმე ინსულტი აქვს გადატანილი, ძლივს ლაპარაკობს, მოიტანენ იმპერატორ ტრიბუნაზე, დადებენ, რაღაცა სიცოცხლე სიტყვის მერე გაიტანენ. აი ესეთ მდგომარეობაშია და ჯუნა მას ასე თუ ისე აცოცხლებს. ასე ამბობენ. საერთოდ დღემდე არ არის გასაჯაროებული თუ რა პროცედურებს უტარებდა ჯუნა ბრეჟნევს, მაგრამ როგორც ამბობენ, აი ამ პროცედურების შემდეგ ბრეჟნევი ერთი კვირა დაახლოებით მაინც ისე ხოძზე იყო, რო იტყვიან რა სიარული შეეძლო, მეტნაკლებად გასაგები ენით რაღაც ფრაზების გადმოცემა ადამიანებისთვის და ასე რომ აშკარად შველოდა ჯუნას პროცედურები ამ ადამიანს. ისევე როგორც კულაგინა, ჯუნაც მოხვდა რა თქმა უნდა ფიზიკოსების ლაბორატორიაში და ისიც შეისწავლა უკვე აკადემიკოსი გულიაევი გარდაცვლილია და პროფესორი გოდიკი სწავლობს მის ფენომენს, უზუსტესი ხელსაწყოებია უკვე, ეს უკვე 90-იანი წლების დასაწყისია და მათი საშუალებით რეალურად გინდება ერთი ფაქტი, რომ ჯუნას ხელებს აქვს მართლაც უნიკალური ნეიროსისხლძარღვოვანი თვისებები. ანუ ამ აპარატურით კვლევებმა აჩვენა, რომ რაღაც გარკვეულ პარამეტრებს, ფიზიკურ პარამეტრებს, რომლებიც არ არის ცნობილი აქამდე მეცნიერულად, ეს ქალი ფლობს. მისი ხელის გულებიდან მოდის ძალიან მძლავრი, ადამიანისთვის ახლა ჩვენ გვაქვს ინფრაწითელი გამოსხივება, თუ თქვენ სიბნელეში დაჯდებით ინფრაწითელი დეტექტორის საშუალებით, თქვენ გიპოვნიან, იმიტომ რომ თქვენ ასხივებთ სითბოს. ეს სითბო ისეთივე სკივია, როგორიც თქვათ განათება, რომელიც ჩემი მეცემა ახლა გინდა მზის და გინდა სოფიტების, ხო? უბრალოდ ჩვენ მას ვერ ვხედავთ, ისევე როგორც თქვათ ულტრაიისფერ გამოსხივებას. ეს იმდენად გრძელი და მოკლე ტალღებია, რომ ჩვენი თვალი მათ ვერ აღიქვამს. ეხლა ულტრაიისფერ გამოსხივებას მაგალითად აღიქვამენ მწერები, ინფრაწითელ გამოსხივებას აღიქვამენ ჭხრიალა გველები. ანუ მათ სრულ სიბნელეში სპეციალური ორგანოების საშუალებით შეუძლიათ სითბური გამოსხივებით დაადგინონ, თქვა თაგვია, იქ თუ უბრალოდ თბილი ნატურაა. აი ესეთი გამოსხივება ამ ქალს აქვს. მეცნიერების დახმარებით სხვა შორის მან დააპატენტა საკუთარი მკურნალობის მეთოდით, რომელსაც დაარქვა ბიოველის უკონტაქტო მასაჟი. ანუ ჩვეულებრივი მასაჟი თუ ეს არის კანზე და კუნთებზე ზემოქმედება, თქვა თითებით, ხელებით, ფეხებით და შუბლით,
ამ შემთხვევაში ეს არის უკონტაქტო, ანუ ადამიანს არ ეხები და მხოლოდ ეს და ქონების კონცენტრაციით კურნავ მას. თითქოს ეს სითბური გამოსხივება აღწევს კანის რეცეპტორებამდე, აფართოებს პაციენტის სისხლძარღვებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევა შინაგან ორგანოებში და აკრობს ტკივილის სინდრომს, აყუჩებს ნერვებს. ამას ემატებოდა მისი სხვა შორის უზარმაზარი ფსიქოლოგიური დომინანტობა. ეს მართლაც ესეთი ალფაქალი იყო რა, რო იტყვიან, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე ბატონობდა და აი ეს ჩაგონების უნარი ჰქონდა მას და პლაცებოს ეფექტივით მუშაობდა. პლაცებო ეს გახლავთ ძალიან საინტერესო ფენომენი. აი ადამიანს აძლევენ მაგალითად ტაბლეტს, რომელშიც არის ცარცი და მას ეუბნებიან, რომ ეს არის ძალიან ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი დალია და 15 წუთში ტკივილი გაგივლის. აი ამ ცარცს ყლაპავს და ძალიან დიდ შანსში, ვარიანტში მას ტკივილი უკრება. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ხო ესა ვართ. ხო ყველაფერი აქედან მოდის. ჩვენი ტკივილებით, ჩვენი განცდები, ჩვენი რომელიც მოქმედებს შემდეგ საბოლოოდ ჩვენს ორგანიზმზე, ამიტომ პოზიტიურები იყავით ხალხო, ნუ ხართ დაძაბულები, ნუ ფიქრობთ რაღაცა წარღუნებზე, ვიღაცის დამცირებაზე, ვიღაცა პოზიტიურად იფიქრეთ და კარგად და ხარისხიანად და ხალისიანად იცხოვრებთ და იცოცხლებთ, რაც თავარია დიდხანს. ამიტომ პლაცებოს ეფექტი არის ერთ-ერთი როგორც ამბობენ, აი ფენომენთაგანი, რომლითაც ეს ქალი კურნავდა ადამიანებს. ანუ წარმოიდგინეთ, რომ თბილისის ერთ-ერთი კაფეს ადმინისტრატორი გახდა სახელმწიფო დონის სამეცნიერო ფიგურა, რომელსაც ოფიციალურად ჰქონდა უფლება, რომ ემკურნალა. იქ, სადაც ტრადიციული მეცნიერება მარცხდებოდა. მას მიენიჭა სამედიცინო სამსახურის გენერალ-პოლკოვნიკის წოდებაც კი. და ფაქტიურად ყველაზე ხელშეუხებელი და გავლენიან ქალად იქცა იგი. ჯურა დავითაშვილის პირადი ცხოვრება საკმაოდ ტრაგიკულად წარიმართა თბილისელ ქმართან გაშორების შემდეგ 1986 წელს მან მოაწყო შოკის მონგრელი ქორწინება, იყო ასეთი დამწყები მუსიკალური პროდიუსერი იგორ მატვიენკო. მატვიენკოს ვაშვით საკმაოდ ბევრი წარმატებული პროექტი ჰქონდა, იყო ეს ჩვენ დროს ძალიან პაპსა რუსები კი უსმენდნენ და ცეკვავდნენ ამაზე, მაგრამ ლუბე, ივანუშკები რაღაც ესეთი ანსამბლი, რომლებიც დღემდე არსებობს სხვათა შორის. და ამ კაცთან მოაწერა ხელი და 24 საათის შემდეგ გაშორდა. და ეს მან გააკეთა მის ძმასთან ჰქონდა დიდი კონფლიქტები, რაღაცა ის მორალებს აწვეფოდა, ეს თლათ მორალურ ცხოვრებას არ ეწეოდა და რაღაც თითქოს ამით რაღაცა შურიზიება მოუწყო. არ ვიცი, რაღაც შეიძლება ასირიელებში ასეთ შურიზიებები მოსულა. ნუ ყოველ შემთხვევაში მოაწერა თუ არა ხელი, იმავე წუთას განცხადება შეიტანა განქორწინებაზე. ცხოვრების გარკვეულ პერიოდში, ეს მოსკოვური პერიოდის მეორე ნახევარი უკვე ჯუნამ დაიწყო ხატვა. ესე ძალიან ფსიქოდელიური რაღაცებს ხატავდა, დიდი თვალებით ადამიანები, რაღაცა უცხო პლანეტელები, აქედან გამოფრინავენ, იქეთ მიფრინავენ, მოკლედ არის ერთი ამბავი. და როგორც ამბობენ ავიენები, თვითონ არ ხატავდა. წარმოუდგენელია, ასე უცებ ადამიანს გაეხსნასო ხატვის ნიჭია, მაგრამ მე მინახავს ადამიანებს, რომლებსაც სწორედაც რომ გახსნიათ ხატვის ნიჭი ძალიან უცებ და უცნაურად. და ამბობენ, რომ მოკლედ კარგი ფულის ფასად იგი ქირაობდა სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს, ყიდულობდა მათ დუმილს და მათ ახატინებდაო, რა ვიცი, ალბათ. ყოველ შემთხვევაში მისი ნახატების თავარი სიმბოლო არის თვალები, ესეთი გამჭოლი თვალები. ეხლა მანდამაის მაგას არ დავკიდებდი სახში მაგის ნახატებს, იმიტომ რომ ამით შეიძლება გული გაგიხეთქოს. ანალოგიურად მას სახლში ჰქონდა გამოფენილი უამრავი მედალი და ორდენი და ჯილდო, რომლებსაც თითქოს და წარმომავლობა ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნების, თავისი მოღვაწეობის გამო მიიღო ამ ქვეყნების მეთაურებისგან და დაახლოებით 160 ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ვარო. ესე ძალიან ექსცენტრიული ტიპია, ხო? მაგრამ როგორც ამბობენ, სამყაროს აქვს თავისი ერთი დაუნდობელი კანონი. უდიდესი ნიჭის სანაცვლოდ იგი ყოველთვის ითხოვს ხოლმე ძალიან მაღალ და ზოგჯერ საზარელ ფასს. 2001 წელს ჯუნას უზრუნველყოფილი და ესეთი გლამურული ცხოვრება სამუდამოდ დაინგრა. მისი ერთადერთი უზომოდ საყვარელი ვაჟი, ვახტანგი, ვახოს ეძახდა მას, 26 წლის ასაკში მოკლეს ანტრაგიკულად ავტომობილით გარდაიცვალა. არავინ იცის, თვითონ ჯუნა ამბობდა რომ მოკლეს.
მოკლეს რაღაც ნარკოტიკების ამბავიც იყო, თან ჩახლართული ამბავი იყო, მოკლედ ამას ცალკე ინტერვიუები აქვს ჯუნას შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტში, YouTube-ზე. მოკლედ იქ არ არის ეს მთავარი არის ის, რომ ადამიანი მომენტალურად განადგურდა. ქალი, რომელიც გუშინ იყო ენერგიით სავსე, იყო ყურადღების ცენტრში, მომენტალურად გადაიქცა დაშლილ ბიოლოგიურ მასად. როგორც ამბობენ, იგი დღეების განმავლობაში ცდილობდა მის რეანიმაციას. და აი ამ ცდილობებმაც მას სრულიად გამოაცალა ენერგია და უკვე არაადეკვატურიც გახდა, ანუ შიშობდნენ, რომ იგი სერიოზულად დაავადდა ფსიქიურად. როგორც იქნა აიძულეს იგი, რომ ვახოთ დაემარხათ და დამარხვის წინ მან ბიოლოგიური მასალა, გენეტიკური მასალა აიღო მისგან და აგზავნიდა ამ ბიოლოგიური მასალა სხვადასხვა ინსტიტუტებში, სხვადასხვა ქვეყნების და ემუდარებოდა ყველას, რომ იქნებ კლონირება გააკეთოთ ჩემი შვილისო, ხომ წარმოგიდგენიათ რაში როგორი მძიმესი ტრავმა აქვს ადამიანს. თითქმის 15 წელი შვილის სიკვდილის შემდეგ მან სრულ იზოლაციაში გაატარა, შიგადაშიგი იგი აძლევდა ინტერვიუებს და აი ეს ინტერვიუ არის ერთ-ერთი ბოლო აქ იგი ეჩხუბება თვითონ ჟურნალისტს, ძალიან არაადეკვატურად იქცევა და ამ ინტერვიუდან რამოდენიმე დღის შემდეგ იგი ქუჩაში იპოვეს კომაში მყოფი. გადაიყვანეს სასწრაფო საავადმყოფოში, აღმოჩნდა, რომ იგი არის აბსოლუტურად გამოცლილი საკვები ნივთიერებებისგან, როგორც ჩანს, იგი უჭმელი არის ძალიან დიდი ხნის, გაუწყლოებულია მისი ორგანიზმი. სიგარეტისგან არის ფილტრები აბსოლუტურად განადგურებული, უწყებენ რეანიმაციას, რას არ აკეთებენ, მაგრამ და 66 წლის ასაკში 8 ივნისს ჯუნა ამბობს, რომ ჩემი ხელები გაცივდა, ესე იგი მე მივდივარ. ეს სრულიად დალაგებული, დამშვიდებული სახით თქვა მან და გარდაიცვალა. ჯუნას დაკრძალვა, როგორც მთელი მისი ცხოვრება, რაღაც ფარსის მსგავსი ბალაგანი იყო. მაგალითად 120 ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის, როგორც თვითონ ამბობდა, თუ 160 ქვეყნის სიგელები იყო გამოფენილი მისი პანაშვიდების დროს. იგი ჩაასვენეს კუბოში შავი ფერის კოსტიუმში, როგორც მას უყვარდა. თავთ სასახლის თავთ იდგა ახალგაზრდა, რომელსაც ასირიელი ასურეთის სამეფოს დედოფლის გვირგვინი ეჭირა ხელთ. ვის არ ნახავდით აქ იყვნენ ცნობილი მსახიობებიდან დაწყებული, მთვრალი ფეიქ გენერლებით დამთავრებული, მართლა ფეიქ გენერლებით, აი ეს მაგალითად არ არის გენერალი, უბრალოდ ასე აცვია. პროცესიას მოჰქონდა წითელი ხავერდის ბალიშებზე დაკრული მედლები და ორდენები, რომლებიც შემდეგ გაირკვა, რომ ყველა თითქმის 90% არის უბრალოდ მოოქროვილი ალუმინის ბიჟუტერია და დაგვირგვინდა ყველაფერი იმით, რომ ჯუნას არ დაუტოვებია ანდერძი და ამიტომ არ ვიცი დღეს როგორ არის გადაწყვეტილი, ყოველ შემთხვევაში მრავალრიცხოვანმა მისმა ნათესაობამ ომი ისეთი ხელჩართული ომი გამართა, რომ არ ვიცი ცოცხალი ვინმე თუ დარჩა და საერთოდ ვის დარჩა ეს ქონება. მაშასე ჩვენ თვალი მივადევნეთ სამ უცნაურ დრამატულ და მისტიკურ ადამიანს, მათ ბედს, რომლებიც ერთმა ეპოქამ, ერთმა ტოტალიტარულმა მანქანამ გააერთიანა, ვოლფ მესინგი, ნინელ კულაგინა და ჯუნა დავითაშვილი. 10 წლეულების განმავლობაში მათ სახელებს შიშით გააოცებით და თაყვანისცემით წარმოთქვამდნენ, მაგრამ როდესაც ეპოქის მტვერი დაილექა და საიდუმლო არქივებმა ნაწილობრივი დღის შუქი ნახეს, დროა უპასუხოთ მთავარ კითხვას. ვინ იყვნენ ისინი რეალურად? ჩვეულებრივი, ზებუნებრივი ძალის მქონე, ანუ არაჩვეულებრივი ადამიანები, თუ სისტემის მიერ შექმნილი ილუზიები? თუ უბრალოდ შარლატანები? თუ თითოეულ მათგანს მეცნიერული და ისტორიული ფილტრით შევხედავთ, სურათი ასე ლაგდება, მეცნიერული ფილტრით, ისე ვიმეორებ. ვოლფ მესინგი რეალურად იყო ფენომენალური ფსიქოლოგი და ეგრეთ წოდებული არავერბალური კომუნიკაციის დიდოსტატი. მას შეეძლო ადამიანის სხეულის მიკრომოძრაობების, პულსაციისა და კუნთების დაჭიმულობის მიხედვით ზუსტად წაეკითხა, რას ფიქრობდა სუბიექტი. თუმცა მისი წინასწარმეტყველებების დიდი ნაწილი სტალინთან შეხვედრის მითები თავად სუკის მიერ იყო ტირაჟირებული.
ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირს სჭირდებოდა სახელმწიფო ტელეპათი, რათა დასავლეთს დაენახა, რომ მოსკოვს ადამიანის გონების კონტროლით შეეძლო. ნინელ კულაგინა გახდა ყველაზე მყარი სამეცნიერო გამოცანა. თუ მესინგის შემთხვევაში ბევრი რამ ფსიქოლოგიას მიეწერება, კულაგინას ფენომენი წამყვანმა საბჭოთა ფიზიკოსებმა აპარატურითაც დააფიქსირეს. ის არ ყოფილა ნამდვილად შარლატანი, მისი ორგანიზმი მართლაც უცნაურ ულტრაბგერით და ელექტრომაგნიტურ ველებს გამოსცემდა, რის ახსნაც მაშინდელმა ფიზიკამ ვერ შეძლო. თუმცა რეალობა ისაა, რომ ის გახდა ცივი ომის სამხედრო ექსპერტების და ექსპერიმენტების მსხვერპლი, რომელმაც ამ ნიჭის სანაცვლოდ საკუთარი ჯანმრთელობა სრულად შესწირა. ჯუნა დავითაშვილი მისტიკისა და საბჭოთა მარკეტინგის უნიკალური სინთეზია. თბილისური კაფედან მოსკოვის ოლიმპამდე ასულმა ქალმა დაამტკიცა, რომ უკონტაქტო მასაჟს და ადამიანის თერმულ გამოსხივებას აქვს სამკურნალო ეფექტი. ეს მეცნიერულმა ინსტიტუტებმაც აღიარეს, მაგრამ ჯუნა ამავდროულად იყო უდიდესი მსახიობი, რომელმაც იცოდა, როგორ შეეფუთა თავისი ნიჭი დიდებულ ხელშეუხებელ მითად. ის კრემლის დაბერებული ელიტისთვის ფსიქოლოგიური იმედი იყო, თუმცა როდესაც საქმე პირად ტრაგედიას შეეხო, მისმა ბიოველმა ბედისწერის წინაშე კაპიტულაცია გამოაცხადა. 1970-იანი წლების დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატებში, სტენფორდის საკვლევ ინსტიტუტში, SRI, ფიზიკოსებმა რასელ ტარგმა და ჰაროლდ ხატჰოფმა დაიწყეს საიდუმლო კვლევები, რომლებსაც მოგვიანებით ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ და თავდაცვის დაზვერვამ ოფიციალური დაფინანსება მისცეს. ასე დაიბადა პროექტი Stargate, ანუ იგივე ვარსკვლავური ჭიშკარი, რომელსაც მანამდე ერქვა Gondola, Grill Flame, Sunstreak და ასე შემდეგ. ამერიკელები იკვლევდნენ ფენომენს, რასაც უწოდეს შორეული ხედვა, remote viewing. ცნობილი ექსტრასენსები, როგორიცაა მაგალითად ინგო სვანი, ჯონ მაკმონილი, ბნელ ოთახებში სხდებოდნენ და მხოლოდ გეოგრაფიული კოორდინატების, განედისა და გრძედის მიხედვით ცდილობდნენ გონებაში დაენახათ და შემდეგ დაეხატათ, თუ რა საიდუმლო სამხედრო ობიექტებს აფშენებდა საბჭოთა კავშირი ციმბირში. ეს ორი მართლაც შთამბეჭდავ შედეგებს აღწევდა ამ ექსპერიმენტების დროს, ამიტომ ამერიკული დაზვერვა დარწმუნებული იყო, რომ ტელეპათია და ფსიქოკინეზი შესაძლოა გამოყენებულიყო idеალურ ჯაშუშურ იარაღად, რომელსაც არ სჭირდებოდა საზღვრების გადაკვეთა და რადიოტალღების დაჭერა. საბჭოთა სამხედრო დაზვერვამ GRU-მ და KGB-მ ოპერატიული არხებით, რა თქმა უნდა, მიიღეს ეს ინფორმაცია და $10 მილიონობით ხარჯავს ამერიკა თითქოს პარაფსიქოლოგიურ პროექტებზე და ასეც არის და კრემლში ამან ნამდვილი პანიკა გამოიწვია. საბჭოთა სამხედრო დოქტრინა ეფუძნებოდა პრინციპს არც ერთ სფეროში არ უნდა ჩამოურჩეთ მტერს. თუ ამერიკელები ქმნიან ფსიქოტრონულ იარაღს, ესე იგი საბჭოთა კავშირმა უნდა შექმნას უფრო ძლიერი ფსიქოტრონული იარაღი და დაიწყო ეგრეთ წოდებული მესამე ამბობამ სიტყვას ფსიქოტრონული რბოლა, ისევე როგორც კოსმოსში იყო ამ დროს გაჩაღებული რბოლა მოგეხსენებათ. საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო სამრეწველო კომისიის საიდუმლო ბრძანებებით მთელი ქვეყნის მასშტაბით იხსნება 30-ზე მეტი ფარული ლაბორატორია. სხვათა შორის მათ შორის მაიმუნების პიტომნიკს რო ეძახიან სანაშენეში, სოხუმში. აქ ტარდება ექსპერიმენტები მაიმუნებზე. მაგრამ სხვა ადგილებში, ნოვოსიბირში, ლენინგრადის, მოსკოვის, ასევე სხვადასხვა აკადემგარადოკებში, ეგრეთ წოდებულ აკადემგარადოკებში ადამიანებზე ტარდება მსგავსი ექსპერიმენტები. 50 მილიონამდეა წელიწადში გამოყოფილი თანხა. ამ ექსპერიმენტების ეს არის კოლოსალური თანხა, ეს დღევანდელი გადააყურდაოთ დღევანდელ დოლარებზე ასეულობით მილიონი $. გამოდის. და იმისათვის, რომ ეს მისტიკური და იდეალისტური კვლევები მარქსისტულ ლენინურ ფილოსოფიაში ჩაეწერა და პარტიის ცენტრალურ კომიტეტს დაფინანსება არ შეეწყვიტა, იქ ძალიან ბევრი რაღაცა ხდებოდა საბჭოთა კავშირში, საინტერესო და სასაცილო, რომელიც აცხოვრებდა ამ ქვეყანას მეტნაკლებად და საბოლოოდ ისე გამოაცალა საყრდენი, რომ მარტივ მამრავლებას დაშალა. ანუ ეს რომ რაღაცნაირად შეეფუთათ და ფინანსირება არ შეწყვეტილიყო, ბოდიელობთ რო არ ითქვა ვიღაცას, დაიწყეს სახელების გადარქმევა და ესეთი ჩახლართული სახელები დაარქვეს, მაგალითად ტელეპათიას უწოდეს ბიოინფორმაციის დისტანციური გადაცემა არაპერიფერიული ნერვული კავშირების საშუალებით. ტელეკინეზსა და ფსიქოკინეზს უწოდეს
ობიექტების გადაადგილება ბიოპლაზმური ენერგიის ელექტროსტატიკური манипуляციებით. აურას უწოდეს ბიოლოგიური ობიექტის მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური გამოსხივების ველი. და აქ მე ცოტა ხანი უნდა შევჩერდე ეგრეთ წოდებულ კირლიანის აურაზე. კირლიანის ეფექტი, იგივე კირლიანის ფენომენი, კირლიანის აურა გახლავთ გვირგვინოვანი ბარიერული განმუხტვა გაზში. ეს ეფექტი სტატიკური განმუხტვის ტანსაცმელს ვიხდით ჩვენ და წკაპ-წკაპ-წკაპს რო იძახის და ცისფერი ნათება ჩნდება. ამის მსგავსი ელვის მსგავსი, ანუ სტატიკური განმუხტვის მსგავსია. ამ აურაზე დასაკვირვებლად, ამ ეფექტზე დასაკვირვებლად ობიექტს ათავსებენ სპეციალურ გარემოში, იქ არის მაღალი სიხშირის ცვლადი ელექტრული ველი, რომლის დროსაც ელექტროდსა და გამოსაკვლევ ობიექტ შორის წარმოიქმნება 5-დან 30 კილოვატამდე სიმძლავრის პოტენციალთა სხვაობა და ამ დროს აი ამ გამოსაკვლევი ობიექტის ირგვლივ შეიმჩნევა ძალიან უცნაური და ძალიან ფერადი და ლამაზი გამოსხივება. ეგრეთ წოდებული ელექტროგრაფიის ეფექტი, როგორც მას უწოდა გამომგონებელმა 1891 წელს არის დაფიქსირებული ეს ეფექტი ბელორუსი მეცნიერის იაკობ ნარკევიჩ იოტკოს მიერ. შემდეგ უკვე ცნობილმა მეცნიერმა და გამომგონებელმა ნიკოლა ტესლამ უფრო შორს წაიყვანა ეს ექსპერიმენტი, მან შექმნა საკუთარი ხელსაწყო, ეგრეთ წოდებული ტესლას ტრანსფორმატორი, რომლის დახმარებითაც ლექციებზე ახდენდა მაღალი სიხშირის დენებში საკუთარი სხეულის ნათების დემონსტრირებას და მანვე დაიწყო პირველმა ამ ყველაფრის ფოტოზე გადაღება და დაფიქსირება. მაგრამ 1959 წელს უკვე სომხური წარმოშობის საბჭოთა გამომგონებელმა სემიონ კირლიანმა მიიღო საავტორო უფლება ეგრეთ წოდებული მაღალ სიხშირული ფოტოგრაფიის მეთოდზე. ის და მისი ცოლი ამ მეთოდის საშუალებით სხვადასხვა საგნებს აფიქსირებდნენ და პოულობდნენ, ესე იგი ძალიან საინტერესო კავშირს, მაგალითად, სულ სხვანაირი გამოსხივება ჰქონდა ცოცხალ ფოთოლს, ვიდრე გამხმარს. თქვა დაავადებული ადამიანის თითებს, ვიდრე ჯამთელი ადამიანის სხეულის რაღაც ნაწილებს. არა აქვს მნიშვნელობა, ანუ ძალიან ხო დეფორმირებული, ან თქვა დეფექტური საგნის გამოსხივება სხვანაირი იყო და კარგად გაკეთებული საგნის სხვანაირი და ეს მეთოდი სხვაშორის დაინერგა წარმოებაში და დღეს არ ვიცი ამდენად იყენებენ რაღაცა სადიაგნოსტიკოდ არ ამგონია ადამიანის ჯანმრთელობის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მისი გამოყენება ხდება სხვადასხვა დეტალების შემოწმებისას და დღეს ამას ეწოდება კირლიანის ეფექტი, რომელსაც საზღვარგარეთაც ძალიან წარმატებით იყენებენ. იყო ასეთი აკადემიკოსი ვლაილ კაზნაჩევი, რომელიც ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ უჯრედები ერთმანეთს შორის, სხვადასხვა ადამიანის უჯრედები, თქვა ხელი ხელს თუ მიადებ, ცვლიან ინფორმაციას ელექტრომაგნიტური ველების საშუალებით და ამ დროს შეიძლება თქვა ადამიანს ხელი დავადოთ და ჩვენ უჯრედულ დონეზე ვიგრძნოთ თუ რას ფიქრობს იგი. და რა დარჩა მათი საიდუმლოებებიდან დღეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პროექტები კოდური სახელწოდებით ფსიქოტრონიკა და ბიოენერგეტიკა ოფიციალურად დაიხურა. მილიონები დაბრუნდა სახელმწიფოს ბიუჯეტში, მაგრამ ის რაც 70-იან წლებში მაგიად და პარაფსიქოლოგიად ითვლებოდა, დღეს უკვე თანამედროვე მეცნიერების ნაწილი გახდა. მას დღემდე სწავლობენ ამ ფენომენს სხვათა შორის და არ ვიცი ხა რამდენად არის კვლავ ეს გასამხედროებული, კგბ-შნიკურებულებული თუ KFSB-შნიკებული, ყოველ შემთხვევაში როგორც ამბობენ, აზრების დისტანციური წაკითხვის ციფრული კოდები მუშავდება თითქოს, მასობრივი ფსიქოლოგიური манипуляციის იარაღები, აი ეს იგივე soft power-ი, ანუ რბილი ძალა, რომელიც გამოიხატება პროპაგანდაში, რომელიც მომზადებელ ადამიანს ალაყებს აბსოლუტურად და ტვინს ურევს. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა დღეს გამოიყენება და როგორც წესი არც თუ ისე სიკეთისთვის. ამიტომ თხილად ვიყოთ, ყველაფერს კრიტიკული თვალით შევხედოთ. მე კი ამით ვამთავრებ ჩემ ძალიან გრძელ, მაგრამ ალბათ ძალიან საინტერესო ვიდეოს. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. დიდი მადლობა ყველას, ვინც უკვე გამოიწერეთ, ჩვენ უკვე საკმაოდ სოლიდურ ციფრს უახლოვდებით და გისურვებთ თვილ ნას 7 კვირას. არ დაგჭირებოდეთ არც ექსტრასენსები, არც სხვა რამ, რომელიც თქვენ ჯანმრთელობის პრობლემებს მოაგვარებს, იმიტომ რომ ჯანმრთელობა უნდა გქონდეთ კარგი.
ისე ვიმეორებ, იფიქრეთ პოზიტიურად და ყველაფერი კარგად იქნება. მე კი ამით გემშვიდობებით. ახონდის